ურთულეს თემას დღეს შევეცდებით აი მისი პირველი ნახევარი რაღაცნაირად გავშალოთ რაღაცა კონკრეტულ საკვანძო პუნქტამდე მივალთ და დარჩენილ ნაწილს კი მოგვიანებით შემოგთავაზეთ. მიხარია ბატონო ნიკოლოზ. გესალმებით, უკვე მეორედ ვარ თქვენი სტუმარი, რაც ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის. რაც შეეხება მეორე მსოფლიო ომს. აი დავიწყოთ ჩვენი დისკუსია დავიწყოთ იქიდან. რა კონტექსტმა მოამზადა ის, რომ ომში გადაწყვეტა გახდა აუცილებელი. იმიტომ რომ თითქმის ყველა სახელმწიფოში შედგა რაღაცა ძიმე პოლიტიკური კრიზისი, ლიბერალური იდეოლოგიის კრიზისი, შეიქმნა ერთგვარი ნიადაგი იმისათვის, რომ აი ეს ფაშისტური იდეოლოგიები გაღვივებულიყო როგორც გერმანიაში, იტალიაში და ესპანეთში და არსებითად საფრანგეთის და ინგლისის რაღაცნაირად თითქოს დაშოშმინების პოლიტიკას აწვევიან. იქაც არის სერიოზული ასე თქვა სოციალური კრიზისები და აი ამ ფონზე ყველაზე მთავარმა მოქმედმა პირმა, მთავარმა ანტიგვირმა ნაციონალ-სოციალისტურმა პარტიამ ადოლფ ჰიტლერის ხელმძღვანელობით გაიმარჯვა არჩევნებში და შემდეგ რა მოხდა. მეორე მსოფლიო ომის კატალიზატორად სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა მოვლენას თვლიან. აი რა ჩამოვთვლი მე ქრონოლოგიურად ნაციონალ-სოციალიზმის გამარჯვებამდე რა მოხდა 1931 წლის 19 სექტემბერს იაპონიის იმპერია შეიჭრა ჩრდილო აღმოსავლეთ ჩინეთში. ეს გახლავთ მანჯურია, რომელსაც პრეტენზია ჰქონდა და იქ მარიონეტული სახელმწიფო მანჯოუგო ჩამოაყალიბა და სათავეში ჩაუყენა იაპონელები ძალიან მოქნილი დიპლომატია იყო, გამორჩეული, ყოფილი იმპერატორი, რომელიც ბავშვობაში ითვლებოდა იმპერატორად, რეალურად ქვეყანა არ უმართია, მაგრამ უკვე მოზრდილი იყო, ის იაპონიაში ყავდათ, აღზარდეს, ასე ვთქვათ, დააფინანსეს და ჩაუყენეს პუი იმპერატორი, რომელიც იქცა მანჯოუგოს იმპერატორად. და ეს იყო იაპონელების, ასე ვთქვათ, გეგმა. იაპონელებს ჰქონდათ მილიტარისტული იაპონია, ასე ითვლება, იქ ფაშისტურს ვერ უწოდებთ. მილიტარისტული იაპონია ასე უწოდებდნენ. გეგმა ჰქონდათ, რომ ვისაც უნდა იბატონოს მსოფლიოში, მან უნდა იბატონოს ჯერ აზიაში. იმისათვის რომ იბატონოს აზიაში, უნდა გაბატონდეს ჩინეთში. და იმისათვის რომ გაბატონდეს ჩინეთში, უნდა დაიპყროს მანჯურია. და მათ დაიწყეს ეს ამ ეტაპის განხორციელება. მანჯურია დაიკავეს, დაარქვეს მას მანჯოუგო, სახელმწიფო ჩამოაყალიბეს მარიონეტული. ჩაუყენეს სათავეში. ასევე ითვლება, რომ ზოგიერთი ისტორიკოსი თვლის, რომ ესეთ მაპროვოცირებელი ამ მეორე მსოფლიო ომისა იყო 1935 წლის 3 ოქტომბერს იტალიის სამეფოს არმიის შეჭრა აბისინიაში, ანუ ეთიოპიაში. მესამე ეპიზოდი, რაც გახდა მაპროვოცირებელი გარკვეულ ისტორიკოსთა შეხედულებით, ეს იყო 1936 წლის 17 ივლისს სამოქალაქო ომის დაწყება ესპანეთში, რომელიც 1939 წლის 1 აპრილამდე გრძელდებოდა. ფაქტობრივად 3 წელი. შემდეგი ეპიზოდი 1937 წლის 7 ივლისს იაპონიასა და ჩინეთს შორის მეორე ომი დაიწყო. მეხუთე ეპიზოდი 1939 წლის 11 მაისს იაპონიისა და მანჯოუგოს არმიები თავს დაესხნენ მდინარე ხალხინგოლთან განლაგებულ მონღოლეთის რესპუბლიკის სასაზღვრო ჯარს, რასაც ამ 4 თვიან ბრძოლაში საბჭოთა კავშირის ჯარის ჩართვაც მოჰყვა. აი ხალხინგოლთან ცნობილი ბრძოლა მოგეხსენებათ. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ეს ზემოხსენებული კონფლიქტები მეორე მსოფლიო ომში გადაიზარდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მასში საბჭოთა კავშირი და აშშ ჩაებნენ, იმიტომ რომ მანამდე რაღაც ლოკალური სახე ჰქონდა თითქოს ამ ომებს. მაგრამ მიუხედავად ამ მოსაზრებებისა, მაინც ოფიციალურად მიჩნეულია, რომ მეორე მსოფლიო ომი დაიწყო 1939 წლის 1 სექტემბერს, როდესაც გერმანიის არმია შეიჭრა პოლონეთში და დაიკავა პოლონეთი ერთიანი ბრძოლების შემდეგ. მოგეხსენებათ, ამას მოჰყვა 17 სექტემბერს უკვე საბჭოთა კავშირის შეჭრა უკვე დამარცხებულ პოლონეთში და საბჭოთა კავშირის ჯარის მიერ პოლონეთის აღმოსავლეთი ნაწილის დაკავება, რომელიც აღქმული იქნა როგორც დასავლეთ უკრაინისა და დასავლეთ ბელორუსიის შემოერთება. ასე იყო ოფიციალურად გაცხადებული. და ვინაიდან 1939 წლის 30 მარტს საფრანგეთისა და ბრიტანეთის ხელისუფლებას დადებული ჰქონდა ხელშეკრულება დახმარების შესახებ პოლონეთთან,
მათ მოსთხოვეს გერმანიას თუ ჯარი გაეყვანა და 3 სექტემბერს უკვე 2 დღეში ომი გამოუცხადეს. რადგან ისინი მოკავშირეებად ითვლებოდნენ. ეს არის ძალიან საინტერესო პროცესები, რომლის ნაწილი შემდეგ გახდა უფრო ცნობილი მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით რიბენტროპ-მოლოტოვის ზავის ის საიდუმლო პუნქტები, სადაც ჩადებული იყო ეს შეთანხმება, სადაც გაიყვეს გავლენის სფეროები, ანუ ერთგვარი პარტნიორებს შორის ლეგიტიმური საზღვრები, სადაც შეეძლო სამხედრო მოქმედებების წარმოება და ამ არაფორმალური საიდუმლო ასე თქვა შეთანხმების თანახმად პოლონეთის ჩუაზე გაიყვეს. ფინეთზეც თავდასხმის მანდატიც ჰქონდა საბჭოთა კავშირს გერმანიისგან და ის სარგებლობდა იმ მომენტით, რომ სანამ უშუალოდ ბუფერული ზონა გაქრება ჩვენსა და გერმანელებს შორის, მანამდე რაც შეიძლება მეტი უნდა მივეთვისო. პლუს რუმინეთში ბესარაბია წაართვეს და იქ მოლდოვა ჩამოყალიბდა, დღემდე არსებობს ეს სახელმწიფო მოლდოვა. ანუ საბჭოთა კავშირი მოქმედებს არანაკლებ დანაშაულებრივად და მისი ვარაუდი რა იყო? მოგეხსენებათ, ჰიტლერი დაინტერესებული იყო საბჭოთა კავშირთან შეთანხმება დაედო, რომ პოლონეთში შეჭრისას წინააღმდეგობას არ შეხვედროდა. და სხვათა შორის იმდენად იყო დაინტერესებული, რომ სთხოვა სტალინს, რომ მისი წარმომადგენელი რიბენტროპი მიიღო. რიბენტროპი საგარეო საქმეთა მინისტრი გახლდათ 1939 წლის 23 აგვისტოს პოლონეთში შეჭრამდე ერთი კვირით ადრე მოსკოვში ჩამობძანდა და მას მოლოტოვი შედახვდა და დაიდო ხელშეკრულება. ფაქტობრივად ეს იყო ურთიერთ ასე იგი თავდაუსხმელობის შესახებ ხელშეკრულება და ფაქტობრივად მათ გაიყვეს აღმოსავლეთ ევროპა იმ კუთხით, რომ პოლონეთზე შეთანხმდნენ და შეთანხმდნენ ასევე ბალტიის ქვეყნებზე. ესტონეთი, ლატვია უნდა მოქცეულიყო საბჭოთა ზონაში, ლიეტუვა უნდა მოხვედრილიყო გერმანულ ზონაში და ფინეთის რაღაცა ნაწილზედაც იყო საუბარი. ასე რომ ფაქტობრივად მოკავშირეებად იქცნენ, რაც იყო კოშმარული მდგომარეობა იმ ხალხისთვის, ვინც უკვე ებრძოდა. მაგალითად ეს იყო მიუღებელი სრულიად დიდი ბრიტანეთისთვის, იმიტომ რომ მას ომი ჰქონდა გაჩაღებული გერმანიასთან, სწორედ პოლონეთის გამო. ხო, იმიტომ რომ ეს ამ შეთანხმება ძალაში შევიდა, უკვე პოლონეთში რაც შეიჭრა გერმანია და 3 სექტემბერს უკვე დიდი ბრიტანეთი უცხადებს ომს გერმანიას. გამოვიდა რომ დიდი ბრიტანეთი ეომება ქვეყანას, რომელიც შეთანხმებაშია საბჭოთა კავშირთან. და როდესაც მოგვიანებით უკვე გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს, ესე იგი ძალიან ბედნიერები იყვნენ ინგლისელი პოლიტიკოსები, იმიტომ რომ მათ დაინახეს რომ მარტო აღარ არიან, მანამდე მარტო ებრძოდნენ ფაქტობრივად. იმიტომ რომ ჰიტლერს დაუმარცხებელი არ დარჩა არავინ ინგლისის გარდა. ანუ ისე მინდა ახლა ცოტა უკან წავიდეთ, აი ბრიტანული ასე თქვათ პოლიტიკის შესწავლები და შემდეგ გამოგვიცება რომ გავაანალიზოთ, იმიტომ რომ კი ბატონო, მოგახსენებთ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ჩემბერლენის ეტაშუშმინების პოლიტიკა როგორი მცდარი აღმოჩნდა სუდეტის ოლქთან მიმართებაში, ჩეხეთის ჩრდილოეთ რეგიონიდან, რომელიც ესაზღვრება გერმანიას წაართვეს, ხო და აი როგორც აი საწყალი ასე თქვათ დაბულინგებული ბავშვი ცალკე ყავდათ ოთახში, ამათმა ხელი მოაწერეს და იმას ხელი მოაწერინეს. კი, ფაქტობრივად ეს გარიგება მიუნხენის. იყო გაკეთებული იმიტომ, რომ გერმანიის ინტერესები დაიკმაყოფილებინათ, მაგრამ ურჩხული ამ საკვებით ვერ დაკმაყოფილდა. ჩემბერლენს ჰქონდა პრეტენზია, რომ მან მშვიდობა მოუტანა კაცობრიობას და რა მშვიდობა იყო, ბოლოს დამთავრდა ეს კატასტროფით. აღმოჩნდა, რომ ჩემბერლენი არ იყო შორსმხედველი პოლიტიკოსი, მან უბრალოდ ომი გადაავადა. საბოლოოდ საქმე მაინც ომისკენ წავიდა და ჩერჩილი აღმოჩნდა ძალიან გამძლე და ძლიერი პოლიტიკოსი, რომელსაც თავიდანვე განჭვრიტა, რომ ჰიტლერის გამარჯვება კატასტროფა იქნებოდა მსოფლიოსათვის და ასეთი სიტყვებიც აქვს ნათქვამი, როდესაც მე მოგვიანებით მას საბჭოთა კავშირთან ასე ვთქვათ თანამშრომლობაზე განაცხადა თანხმობა და მოინდომა კიდევაც და მოსკოვში ჩავიდა. მან თქვა, რომ ვერ ვიტანო მე საბჭოთა კავშირს, მაგრამ თუ საჭიროა ჰიტლერის წინააღმდეგ ეშმაკსაც კი შევეკვრებიო, ასე მისი სიტყვებია. მან კარგად იცოდა, რომ ჰიტლერთან მოლაპარაკებას აზრი არ ჰქონდა. ეს იყო პოლიტიკოსი, რომელსაც ჰქონდა იდეა ფიქსი მსოფლიოზე გერმანიის გაბატონება. ყოველ შემთხვევაში ევროპის გერმანიის მმართველობის ქვეშ მოქცევა უნდოდა. აი როგორ იყო საბჭოთა კავშირის ხედვა, ჰიპოთეზური ხედვა, ის არ განვითარდა
მოვლენები, მაგრამ ჩვენ შორს ვართ რა თქმა უნდა იმ აზრისგან, რომ საბჭოთა კავშირი ესე ბრიყვულად ვიყვებოდა ამ გერმანულ გარიგებას და მას თავისი ანგარიში არ ჰქონდა. ეს ანგარიში სხვადასხვა საკმაოდ ლოგიკური ანგარიში იყო. გამომდინარე ისტორიული გამოცდილებიდან. პირველ მსოფლიო ომში მაყურებლებს მინდა გავახსენოთ, ამაზე ცალკე გვექნება ჩვენ დისკუსია, პირველ მსოფლიო ომის უაღრესად საინტერესო თემა. პირველ მსოფლიო ომში გერმანიას როცა მოუწია ესეთი თავისი ამბიციების გადასინჯვა, ორ ფრონტზე მოუწია მას ბრძოლა და იმ ბრძოლაში საფრანგეთში პრაქტიკულად გაჩერდა, დაიბლოკა ეს ბრძოლა, ანუ ერთგვარი სანგრების ომად იქცა და მომქანცვალ ომში ორივე უსასტიკესად გამოიფეტა, დაიქანცა, ამას ელოდა ეს. ელოდა რომ საფრანგეთი გაძლევდა. მაგრამ რა მოხდა? ფაქტობრივად გავიხსენოთ პირველი მსოფლიო ომის შედეგი. გერმანია ძალიან დამცირებულად გრძნობდა თავს. არ შეიძლება დამარცხებულში რომ ქვეყანა დაამარცხო, მაგრამ ასე არ უნდა გაანადგურო. თუმცა გერმანია არ იყო ეს ხელსამოსაკრავი ქვეყანა. პირველ მსოფლიო ომში თლად მორალურადაც მტყვანი არ იყო და დაიწყო ეს ომი. ის ყველას უნდოდა. პირველი მსოფლიო ომი ყველა დიდ ქვეყანას სჭირდებოდა, იმიტომ რომ ეს იყო მტაცებლური ომი იმპერიალისტ სახელმწიფოებს შორის. გერმანია აღმოჩნდა ძალიან ცუდ მდგომარეობაში, დიდი რეპარაციები დააკისრეს. ამის გადახდა შეუძლებელი იყო, ვერ გადაიხდიდა. ეს იყო თავს მოხეული სამარცხვინო ზავი. კომპიენის ტყეში, რომელიც შემდეგ ჰიტლერმა გაიმეორა და იგივე მატარებელი ვაგონი გამოატანინა და იქ მოაწერინა ისევ ხელი დამარცხებულ ფრანგებს. ასე რომ ეს იყო გერმანიის შურის ძიება იმ ტკივილისათვის, რაც მათ მიაყენეს პირველ მსოფლიო ომის შემდეგ. და საბჭოთა კავშირის ხელისუფლება გამომდინარე თავისი პოზიციიდან აბსოლუტურად სწორად მოქმედებდა. იმ წუთში გარიგება დაამყარეს მათ იმ ქვეყანასთან, რომელიც მათ ემიჯნებოდათ. მათ შორის იყო პოლონეთი, მათ შორის იყო ლიეტუვა, იმიტომ რომ კლაიპედას ყურე მოგეხსენებათ ეს მემელის ყურე გერმანელების იყო. ასე რომ ესე იგი გერმანიას უნდოდა ლიეტუვის ხელში ჩაგდება, მაგრამ მოხდა ძალიან საინტერესო ამბავი. საზღვარმა არ გაიარა პირველ მსოფლიო ომამდე არსებულ საზღვრებზე, იმიტომ რომ ვარშავის საგუბერნატორო იყო, მოგეხსენებათ და ეს რუსეთის იმპერიაში შემოდიოდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ვარშავა გერმანელებმა აიღეს და ვარშავას რა თქმა უნდა ისინი აღარ დათმობდნენ, ძალიან დიდი მსხვერპლის ფასად. დიდი წინააღმდეგობა შეხვდათ პოლონელებმა, მაგრად იბრძოლეს. აი ეს იყო საოცარი, რომ ესე იგი სატანკო ბრიგადებს დაუპირისპირდნენ ცხენოსანი შენაერთები. ტრაგიკული ისტორია. ასე უშიშრად იბრძოლეს, აი ყველაზე დიდი სისხლი დაყარეს. რაც მაგალითად საფრანგეთის შემთხვევაში არ მოხდა. საფრანგეთმა ტექნიკაც ჰქონდათ, ყველაფერი ჰქონდათ, მაგრამ არ იომეს. და პოლონეთმა იბრძოლა ვაჟკაცურად, გაუძლო უზარმაზარი, ყველა მხრიდან შემოსეული და სხვათა შორის პოლონეთს დაესხა თავს სლოვაკეთიც, რომელიც იყო შექმნილი გერმანელების მიერ როგორც მარიონეტული სახელმწიფო. გერმანიის გათვლა იყო საკმაოდ ესეთი ეშმაკური. ჩეხები საწინააღმდეგოდ, ჩეხები ყოველთვის ჩაგრავდნენ, ასე ითვლებოდა სლოვაკებს და ერთ სახელმწიფოში როცა იყვნენ, ჩეხი უპირატესი იყო. და ვინაიდან ჩეხეთი უშუალოდ დაიპყრო და ბოჰემია და მორავია დაარქვა იმ გარიგების შედეგად ჰიტლერმა სლოვაკეთს მისცა დამოუკიდებლობა და ამით შეიძინა მოკავშირე. სლოვაკებმა იბრძოლეს გერმანელების ხარეს მეორე მსოფლიო ომში და პოლონეთს დაარტყეს. კი. თანაკით რუსეთი. ხო და აქეთ სტალინის გათვლით სტალინი დაელოდა ომის განვითარებას და 17 სექტემბერს უკვე ფაქტობრივად დამარცხებულ დემორალიზებულ პოლონეთში შეიჭრა წინააღმდეგობა, მას რეალურად არ შეხვედრია. დაიკავა საკმაოდ დიდი ტერიტორია, ბრესტი, ბრესლიტოვსკის მიმდებარე ტერიტორია, დაიკავა ესე იგი ლვოვის მიმდებარე ტერიტორია, სხვათა შორის ლვოვი არასოდეს არ შედიოდა რუსეთის იმპერიაში, ეს იყო ავსტრია-უნგრეთის ნაწილი. პირველ მსოფლიო ომამდე ეს იყო ავსტრია-უნგრეთის ნაწილი, მაგრამ აი ეს დაიკავა. და გამოცხადდა, რომ დასავლეთი უკრაინა, დასავლეთი ბელორუსია და მოხდა ძალიან საინტერესო ამბავი, ვილნიუსი, რომელიც პოლონეთის ერთ-ერთი მოწინავე ქალაქი იყო, ყოფილი ლიტვური ქალაქი. ლიტველებმა დაიკავეს. ასე რომ ლიტვაში იყო დიდი ეიფორია, რომ დედაქალაქი დაიბრუნეს. ფაქტობრივად დამარცხებულ პოლონეთს საერთო ტერიტორიას აქვს და კავშირმა და თვითონ კი არ შეიერთა მისცა საშუალება, რომ ლიეტუვის ხელისუფლება შეიერთებინა. ამით რა თქმა უნდა მათი გული მოიგო და პლაკატები იყო გამოკრული, რომ სტალინი განმათავისუფლებელი. წარმოგიდგინეთ, ლიეტუვაში, რომელიც იყო ნაციონალისტური მაშინ. და მოგვიანებით როცა სულ რაღაც ამის შემდეგ, ცოტა ხნის შემდეგ ლიეტუვას და მთელი ბალტიისპირეთის საბჭოთა კავშირმა ფაქტობრივად დაიპყრო. იქ იყო გამოკრული ასეთი პროკლამაციები. ლიტვას დაუბრუნდა დედაქალაქი, მაგრამ ლიტვა დედაქალაქიანად დაუბრუნდა რუსეთს.
აი ასე ხო და სხვათა შორის ერთადერთი რესპუბლიკა იყო საბჭოთა კავშირში, რომელსაც დედაქალაქი დაუბრუნდა. ამიტომ ლიტველები, ასე ვთქვათ, რაღაცა ნაწილი ბედნიერი და გახარებული იყო, იმიტომ პოლონეთს ეგენი ვერასოდეს ვერ წაართმევდნენ მაგას. მაგრამ აი საბჭოთა ჯარის ჩარევამ ესეთი საშუალება მათ მისცათ და თანაც მიაქციოთ ყურადღება, რომ ვილნო პოლონეთში ვილნო წოდებული ვილნიუსი ითვლებოდა პოლონეთის 4 დიდ ქალაქს შორის. ხო. ხო და ამ 4 დიდ ქალაქს შორის იყო ვილნო, რომელშიც უნივერსიტეტი არსებობდა 1579 წლიდან სტეფანე ბატორის მიერ მეფესა და ამავე დროს ლიტვის მთავარის გახლდათის უნგრული წარმოშობის მისი დაარსებული უნივერსიტეტი. ეს იყო ძალიან ცივილიზებული ქალაქი. და ეს ქალაქი უცებ ასე დაუბრუნდა, ასე ვთქვათ, ყოფილი ლიტვური ქალაქი დაუბრუნდა ლიეტუვას. და შემდეგ რა ხდება? მოხდა ის რომ ვარშავასთან რო დათმოს, ვარშავის გარშემო ტერიტორია საბჭოთა კავშირმა დაუტოვა გერმანიას, რაც თავიდან საბჭოთა კავშირს რგებოდა. და სანაცვლოდ ლიეტუვა გამოართვა. თუმცა მემელის ყურე დაიბრუნა გერმანიამ, ეს პირველ მსოფლიო ომამდე მისი იყო. აქ კიდევ ერთი საშინელი ტრაგედია მერე. დატყვევებული ადამიანები, პოლონელი, ზოგიერთი უმრავლესობათან რეზერვისტი რო იყო, ანუ არც კატინის ტრაგედია. კატინის დღეში სმოლენსკთან ახლოს დაახვრიტეს და საერთო საფლავებში ჩაყარეს ცხედრები და როცა მოკითხა პოლონეთის ელჩმა სად არიან კი, მაგრამ დატყვევებული ტყვევები, იოსებ სტალინმა ესე ცინიკურად უპასუხა, რომ ისინი ალბათ გაიქცნენ, მაგალითად მანჯურიაშიო. მოგვიანებით ცხადია გაირკვა ეს უკვე 90-იან წლებში, რომ ეს საშინელება ჩაიდინა საბჭოთა კავშირმა და ისინი უბრალოდ ცინიკურად დახოცეს. დახვრეტილები იყვნენ კეფაში ტყუის დახლით. ენკავერდეს ცნობილი მეთოდი იყო ეს. რა თქმა უნდა, ისინი განადგურდნენ, იმიტომ რომ საბჭოთა ელიტა პოლონეთს უყურებდა როგორც სრულ სახელმწიფოს. ასე აღიქვავდნენ. და პოლონეთის არსებობა მიუღებელი იყო თანაბრად გერმანელებისთვისაც და საბჭოთა კავშირისთვისაც. ამიტომ შეიჭამა პოლონეთი, როგორც მოხდა თავის დროზე. გაყოფა რომ მოხდა პოლონეთის გერმანიას, რუსეთსა და ავსტრიას შორის. ისა რა უცნაური ბედი აქვს პოლონეთს ხოთა შორის. ნაპოლეონის ომების დროსაც, ვენის კონგრესის დროსაც პოლონეთი. ნაპოლეონმა პირიქით წამოწია პოლონელები და მისთვის განმათავისუფლებელი იყო. კი, მაგრამ ვენის კონგრესის დროს ისევ რაღაცა ძალიან შელახეს მისი. ისევ გარიგება. ისევ სულ რაღაცა დაჩაგრულ მდგომარეობაში იყო. ანუ სულ რაღაცნაირად აი, ну, რა თქმა უნდა, ისეთ გეოპოლიტიკურ ადგილას იყო დიდი ურჩხულების ბუფერული ზონა. შუაში, როგორც საქართველოს. ხო, ჩვენც გაყოფილები ვიყავით დიდი ხნის განმავლობაში. აქედან გამომდინარე სულ ზარალდებოდა, ხო. აი რა განვითარდა ბალტიისპირეთში. ესე იგი, ჯერ მოსთხოვა უკვე, ასე ვთქვათ, პოლონეთის ჩაღლაპის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ მოსთხოვა ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის ხელისუფლებას 1940 წელს უკვე ივნისში, რომ გარკვეული კონტინგენტი განეთავსებინათ საბჭოთა ჯარისა დაცვის მიზნით. რა თქმა უნდა, ამას ეს არ იყო მათთვის მისაღები, მაგრამ მეტი რა გზა იყო დათანხმდნენ, იმიტომ რომ გერმანელებისგან მხარდაჭერა არ ექნებოდათ. მათ იცოდნენ, რომ გერმანელები ამაში არ დაეხმარებოდნენ. ჯერ შეიყვანეს ჯარი, კონტინგენტი, შემდეგ ჩატარდა იქ არჩევნები საპარლამენტო და პროსაბჭოური, ესე იგი, ხელისუფლებები მოიყვანეს. და მე ამ პროსაბჭოურმა ხელისუფლებებმა მოსთხოვეს საბჭოთა კავშირს, რომ მიიღოთ ეს რესპუბლიკები მოკავშირე რესპუბლიკების სახით. და გამოვიდა, რომ მათი თხოვნით იქნა მიღებული ისინი და მოხდა უკვე ასე ვთქვათ, როგორც მოკავშირე რესპუბლიკებად გაფორმება და თუ მანამდე 12 რესპუბლიკა იყო, 15 რესპუბლიკა აღმოჩნდა. ერთი პერიოდი 16-იც იყო, კარელია-ფინეთიც იყო. მე კარელია-ფინეთის რესპუბლიკა მოკავშირე გაუქმდა და ავტონომიად გადაკეთდა. და ამას მოხდა ყველაზე მთავარი ომის დაწყებამდე საბჭოთა კავშირმა მოასწრო არასასურველი ელემენტების დაპატიმრება და გადასახლება ციმბირში, ან ყაზახეთში. ასე რომ ლიტვის ელიტა ძალიან დაზარალდა გერმანელების მოსვლამდე და მე გერმანელები როცა შემოვიდნენ 1941 წელს, მათ ძალიან სწრაფად წაიწიეს წინ და მათ ბალტიის ქვეყნები შეხვდნენ როგორც განმათავისუფლებლები. აი ესე მიიღეს. მართალია გერმანელებმა მათი იმედები ბოლომდე ვერ გაამართლეს, სახელმწიფოები არ აღუდგენიათ მათ. მაგრამ რუსებს ეს ისევ ეგენი ერჩიათ. აი მე მინდა სანამ დრამატულ, ასე თქვათ, ეპიზოდებს აღწერთ, როგორც არის 1951 წლის 22 ივნისიდან განვითარებული მოვლენები, ისევ ევროპაში გადავინაცვლოთ. ანუ საფრანგეთის დაცემა, დიუნკერკის მოვლენა, რომელმაც კინაამ გადაწყვეტა ყველაფერი, ანუ შეეძლო ამას გამოეთიშა ინგლისის უაღრესად მძიმე მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩენილი ყვარაჩულებრივი ფილმი ამ თემაზე.
მეგობრებო და ჩვენ შევეცადოთ ჩვენი ისტორიული რაკურსი ვაჩვენოთ. ჯერ ფინეთზე ხო არ ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ფინეთის ომი ძალიან მნიშვნელოვანი ომი იყო. 1939 წლის 30 ნოემბერს გაჩაღდა ეს უკვე ომი ფინეთსა საბჭოთა კავშირს 3 თვეს გასტანა. მაგრამ ძალიან დიდი მსხვერპლი ჰქონდა საბჭოთა კავშირს, ესე იგი 3000-მდე თვითმფრინავითა და 1500-მდე ტანკით იყო აღჭურვილი წითელი არმია. და ფინელებმა გმირული წინააღმდეგობა გაუწია და მათი დანაკარგი არ აღემატებოდა 25000 კაცს. მაშინ როცა 8-ჯერ მეტი დაკარგა საბჭოთა კავშირმა, კოლოსალური ზარალი ჰქონდა. რატომ? 100000-მდე დაახლოებით. ფინელები მოძრაობდნენ ციგებით. გადააგდებდნენ ეს დაბომბავდნენ რაღაცას ისროდნენ და გაიქცეოდნენ და ეს ადვილია მათი ლავირება და ტანკი როდესაც ყინულზე შედგება ტანკი მას გადაადგილება უჭირს ტანკი მოსახერხებელია როცა მშრალი ამინდია და როცა ველზე ხარ მაგრამ აქ თოვლი იყო მაშინელი თოვლი იყო ყინვა იყო ამიტომ ძალიან ბევრი ტანკი ტექნიკა გაუნადგურდათ რუსებს და ეყინებოდათ ტანკები კაცო ვერ მოძრაობდნენ ეს ტექნიკა იყო ფაქტობრივად უსარგებლო გენერალი ზამთარი ფინელების მოკავშირეც არის შეიძლება უფრო მეტ და გამაგრებული ხაზი მანერჰეიმის ხაზი ფინელები ჩაოულებრივად გზნობენ თავს ზამთარში არა იქ ჩაოულებრივი მდგომარეობა განსხვავებით ნაპოლეონსა და განსხვავებით გერმანელებისგან ფინელები არაჩვეულებრივად გზნობენ თავს აქ ანუ სიმო ხაიხა რომელიც ერთ-ერთი სნაიპერი იყო იმ პერიოდის ლეგენდები დადის მათ შორის იმ მეთოდიკაზე რომელსაც ის იყენებდა საათობით რო ძლევდა ადამიანი ყინულის ასე ვთქვათ ყინულის მდგომარეობაში რაღაცაში თოვს შემოიკრებდა მის გარშემო და თოვს ჭამდა რომ სუნთქვისგან ორთქლი არ გამოსულიყო და ამ ადამიანს ეკუთვნის ოფიციალურად დაფიქსირებული რეკორდი ჩუბინებს შორის 500 ეფექტურად გასროლილი ასე ვთქვათ გასროლა სწორედ აი ამ ომში ხო და აი საინტერესო ის იყო რომ თვითონ სტალინიც კი აღფრთოვანებული იყო ფინელების გმირობით და ასეთი სიტყვები აქვს ნათქვამი რომ პატარა ერი რომელიც ასე თავდადებით იბრძვის თავისი დამოუკიდებლობისათვის ღირსია რომ იყოს დამოუკიდებელი ამიტომ ის სტალინი არ იყო დაინტერესებული ფინეთის ოკუპაციით მხოლოდ ის ნაწილი ჩამოართვა რომელიც ჭირდებოდა პლასტარმად რომ გერმანიას რო დაერტყა ფრონტი ყოფილიყო ლენინგრადისაგან მოშორებით და ის ნაწილები მიიღო ფინეთის ის ნაწილები კარელია ფინეთის მხარეს და 12 მარტს 1940 წელს მოსკოვში დაიდო ხელშეკრულება რითაც ფინეთმა გარკვეული ტერიტორია დაკარგა კარელიის ნაწილი და ესე იგი პეჩენგა და რაღაცა პატარ-პატარა ტერიტორიები, მაგრამ შეინარჩუნა დამოუკიდებლობა. ყოველ შემთხვევაში მათთვის ეს უფრო მნიშვნელოვანი იყო. ისე აქ ფინეთის ომთან დაკავშირებით არის ძალიან საინტერესო ეპიზოდი, რომელიც ჩვენთვის სამაგალითოა, აი 2008 წლის ომს რო გავიხსენებთ, მაგალითად აქ ომის მთელი კონტექსტი შეამზადეს იმით, რომ ვითომ მათ სამშვიდობოებს ცეცხლი გავუხსენით ჩვენ. მაგრამ ზუსტად იგივე მოვლენა მოხდა, რაც იქ მოხდა, როცა მოსაზღვრებს თავად დაუშინეს არტილერია, თავად დახოცეს, დააბრალეს ფინელებს და გააჩაღეს ომი და ზუსტად აქ მოხდა 2008 წელს. გააკეთა გერმანიამ პოლონეთში. იგივე გააკეთა. ანუ ეს არის კლაივის ეს ტრაგედია. ჩააცვეს ტუსაღებს პოლონური ფორმები, ვითომ ააღებინეს სასაზღვრო პუნქტი და შემდეგ ისინი ამოხოცეს და მკვდრები არ ლაპარაკობენ და გერმანელი და პოლონელი გაავს ერთმანეთს. კეცოთ პოლონური ფორმები. და ეს პროვოკაცია იყო, რა თქმა უნდა, პოლონეთს რა შეაწყობდა და რის თავი ჰქონდა, ეხლა გერმანიასთან როგორ უნდა მოეგოთ ომი. ამას მე მოხდა ესე იგი რომ რუმინეთს დაათმობინა საბჭოთა კავშირმა ბესარაბია და ჩრდილოეთი ბუკოვინა. და ეს ტერიტორიები შეუერთა მოლდავეთის ავტონომიურ რესპუბლიკას, რომელიც უკრაინის შემადგენლობაში იყო და ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი მოლდავეთის მოკავშირე რესპუბლიკა. 2 აგვისტოს მოლდავეთის ССР. ამრიგად, სანამ გერმანიასთან ომში ჩაებებდა, საბჭოთა კავშირმა იხეირა მეორე მსოფლიო ომის მიმდინარე მოვლენები და შეიერთა ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, როგორც მოკავშირე რესპუბლიკები, ფინეთის აღმოსავლეთი ნაწილი, რომელიც რუსეთის ფედერაციაში შევიდა, პოლონეთის აღმოსავლეთი ნაწილი, რომელიც შეუერთა ბელარუსიას და უკრაინას. და მოლდავეთის შექმნა იყო კიდევ მათთვის ასე ვთქვათ ხელსაყრელი და რაც შეეხება როგორც აღნიშნულ ვოვი და მისი მიმდებარე ტერიტორია ეკუთვნოდა ავსტრია-უნგრეთს პირველ მსოფლიო ომამდე და იქ რუსული წესრიგი არ ყოფილა ამიტომ იმ ხალხისთვის რუსული წესრიგის დამყარება იყო ტრაგიკული იქაც მოხდა ელიტის ამ განადგურება გადასახლება არ შეგუებიან იმიტომ რომ ესენი არასოდეს რუსულ წესრიგში არ უცხოვრიათ მათ დიახ და ესეთი უცნაური ამბები გამითარდა საბჭოთა კავშირს აქვს საკმაოდ გამართული სტრატეგია გონია რომ საფრანგეთი იბრძოლებს ინგლისი შეუქმნის პრობლემას ეს შემდეგ ან მომრიგებლად გამოეცხადება ან ისევ გახსნის მეორე ფრონტს
როგორც ეს პირველი მსოფლიო ომის მერე მოხდა და კიდევ უფრო მეტ ტერიტორიას მიიღებს ევროპულ ნაწილში, მაგრამ იქ მომენტალურად თითქოს გადაწყდა ეს უმძიმესი წინააღმდეგობა, სადაც უნდა შექმნილიყო. საფრანგეთი პრაქტიკულად თითქმის არ ომობს, მაჟინოს ხაზი ჰქონდათ მათ, თავდაცვითი ხაზი, რომელიც არ ვიცი ხა რაზე იყო დაფუძნებული ეს ვარაუდი, იმიტომ რომ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ტანკები 12 კილომეტრით რო გადაადგებოდა ურმის სიჩქარით, ახლანდელი ტანკები უკვე 30-40 კილომეტრს ავითარებს და აბსოლუტურად გამართული ტექნიკურად სხვა პარამეტრებით შემოუარეს, ჯერ აიღეს ჰოლანდია, შემდეგ ბელგია და იქიდან შემოვიდა შევიდნენ. აი ასე განვითარდა მოვლენები. 1940 წლის აპრილიდან ივნისის ჩათვლით გერმანელებმა დაიკავეს დანია, ნორვეგია, ბენილუქსის ქვეყნები. შემდეგ აპრილში იუგოსლავიაც მომდევნო წლის აპრილში. 10 მაისს ნორვეგიის არმიამ იარაღი დაყარა, ვერმახტის 136 დივიზია შეიჭრა უკვე საფრანგეთსა და ნეიტრალურ ქვეყნებში ბელგია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი და ფაქტობრივად საფრანგეთს ჰქონდა სრული შესაძლებლობა რომ ბრძოლა გაეგრძელებინა, იმიტომ რომ მას ტექნიკურადაც და დივიზიების რაოდენობითაც საფრანგეთს არ ყავდა ნაკლები გერმანიაზე. კი ბატონო. მაგრამ რა გამოვიდა რომ ნიდერლანდები ყველამ გამოაცხადა ფაქტიურად ყველა დანებდა ვერმახტს და საფრანგეთმაც ვერ იბრძოლა აღირჩეულად და ფაქტობრივად ჩააბარეს ქვეყანა და გერმანია მოიქცა ძალიან ასე ვთქვათ სტრატეგიულად სწორად, ესე იგი სამხრეთ საფრანგეთი ნაკლებად აინტერესებდა, იქ დატოვეს შექმნეს ბუფერული სახელმწიფო, რომელსაც სათავეში ჩაუყენეს პირველი მსოფლიო ომის გმირი ვიშის მთავრობა შექმნეს და მარშალი პეტენი, რომელიც გმირი იყო პირველ მსოფლიო ომში, აქციეს ამ ესეთი კომიკურ პერსონაჟს. ხო, ფაქტობრივად მოხუცებული კაცი ჩაუყენეს ამ უკვე დამარცხებული საფრანგეთის სამხრეთს და ჩრდილოეთ საფრანგეთი პარიზის ჩათვლით მათ უშუალოდ მიიერთეს. მაგრამ საფრანგეთი დაიკავეს დიდი ნაწილი ისე, რომ იქ ტყვია არ გაუსრულიათ. დესანტად გადასხმული ინგლისის არმია აღმოჩნდა იმ ფაქტის წინაშე, რომ ფრანგები არ არიან მათ გვერდზე და სასწრაფოდ ხა გამოსაყვანია უკან არმია. რა მოხდა იქ რომ დიუნკერკის ალყას იძახით თქვენ რომ ფრანგულ-ბრიტანული ფრანგებიც იყვნენ იქ ნაწილობრივ ალყაში მოექცნენ და შეეძლო გერმანიას მათი განადგურება, მაგრამ შეტევა რატომღაც შეაჩერეს 24 მაისს და მიუხედავად დაბომბისა 4 ივნისს დასრულდა მათი ევაკუაცია, მათ მოახერხეს. ხო, ალბათ იყო რაღაც პოლიტიკური ნება, რაღაც გარიგება იყო, 337,000-მდე მეომარი ევაკუირებული იქნა და შემდეგ ინგლისში მოხდა მათი გადაიარაღება, ხელახალი ფორმირება და ესენი გამოყენებული იქნენ მეორე მსოფლიო ომის ბოლომდე იბრძოდნენ ისინი, ასე რომ ძალიან უცნაურია რომ გერმანელებმა არ ისარგებლეს იმით, რომ შეეძლოთ მათი ამოშუშვა და გაუშვეს რატომღაც. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ამოშთებოდა ამ შემთხვევაში ერთ თვეზე ცოტა მეტი დასჭირდათ რომ დაიკავებინათ საფრანგეთი და 14 ივნისს პარიზი უომრად დანებდა და კაპიტულაცია გამოაცხადეს, პეტერმა 17 ივნისს კაპიტულაცია გამოაცხადა და 22 ივნისს, ზუსტად 22 ივნისს 1940 წელს კომპიენის დღეს სადაც ადრე თავის დროზე გერმანიამ მოაწერა კაპიტულაციას ხელი, ახალი ხელშეკრულება გაფორმდა და ვაგონი იქნა ჩამოყვანილი, დამამცირებელი ზავისადაც იყო. მოიძიეს ის ჩამოიყვანეს და ჩამოყალიბდა ასე ვთქვათ ვიშის მთავრობა. და 10 ივნისიდან უკვე ფაქტობრივად დამარცხებული საფრანგეთის წინააღმდეგ ომში ჩაერთო იტალია, რომელიც უნდა დახმარებოდა გერმანიას ხელშეკრულების მიხედვით, რეალურად მათ დიდი ბრძოლა არ დაჭირვებიათ და 11 ივნისს დიდ ბრიტანეთსა და მოკავშირეებს მათ ომი გამოუცხადეს და ასე აღმოჩნდა იტალიაც ამ ომში ჩათრეული. მაგრამ არასდროს არ ყოფილა ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, სამხედრო კარგი პარტნიორი არ ყოფილა, იმიტომ რომ საერთოდ ჰიტლერსაც ბოლოს ჰქონდა ნათქვამი, რომ ჯობდა ეს ქვეყანა დამეპყროი და ჩემი მოკავშირე ყოფილიყო და ბომბილს არ დაჭირდებოდა ამდენი, ჩააყენებდა, ასე ვთქვათ, საკომენდანტო ძალებს და დამთავრდებოდა ამით ეყოლებოდა როგორც სხვა ქვეყნები. ვერაფერი ვერ გადა, ეს აბეზნეთის აღება ქონდა დავალებული და იქაც რაღაცა სანამ ესენი არ დაიხმარეს ანამაყად. არა, მე იტალიის დაცვა ძალიან ძვირად დაუჯდა გერმანიას. მე მთელი ომის განმავლობაში იტალია სჭირდებოდა მხარდაჭერა. ხან მუსოლინის დააპატიმრეს, მე განთავისუფლებინა სკორცენის შემდეგ ჩამოაყალიბა ჩრდილოეთ იტალიის სოციალური რესპუბლიკა და გააგრძელებინა ბრძოლა, მაგრამ საბოლოოდ ცუდი მოკავშირის ყოლას ჯობია სულ არ ყავდეს ადამიანს მოკავშირე, მაგრამ ასე მოხდა. გერმანელები იბრძოდნენ ძალიან ღირსეულად, სხვათა შორის ეს აღიარებულია მათი მოწინააღმდეგების მხრიდან და სხვათა შორის თვითონ სტალინიც აღიარებდა, რომ ომის შემდეგ დაიწყეს გადაღება ფილმები, სადაც ჰიტლერი გამოყავდათ მანიაკად და გერმანელები სულელებად და
ჩვენო სულელებს 4 წელი არ დაგჭირდებოდა ბრძოლა, სულელები რო ყოფილიყვნენ, ჟენერალობისთვისაც უფრო მეტიც ბერლინში მიდიოდა ბრძოლები და არც ერთი გამოსვლა, მუშურგლეხური გამოსვლა არ ყოფილა ჰიტლერის წინააღმდეგ. ის იყო რაღაც ელიტამ რომ მოუწყო ცნობილი აფეთქება, მაგრამ ის იყო ელიტის მოწყობილი და უბრალოდ ხალხი არ აჯანყებულა ჰიტლერის წინააღმდეგ. ძალიან უცნაურია რომ ბერლინში მიდიოდა ბრძოლები და ხალხი იცავდა ბერლინს. არ გამოსულა, რატომ თქვი შიშის ფაქტორიც იყო, მაგრამ როდესაც იღუპები იქ უკვე შეიძლება აჯანყება მოხდეს, რომ ხალხი გამოვიდეს, უკმაყოფილო იყოს, რომ თავრობა ვერ იცავს მას. მსგავსი არაფერი ყოფილა. ეს დასკვნით ნაწილზე ეს მნიშვნელოვანი პასაჟი უბრალოდ მორალური შეფასებისთვის და ჩვენ ახლა მოვუახლოვდით 1941 წლის 22 ივნისს. აი აქ არის ერთგვარი ლეგენდა, მე მინდა ეს ლეგენდა ან დავამტკიცოთ, ან ვუარყოთ. მე პირადად ჩემი აზრია რომ სურპრიზის ნაწილი არ ყოფილა, უბრალოდ საბჭოთა კავშირი არ აღმოჩნდა აი ასე თქვათ ორგანიზებული აგრესიისთვის საკმარისად მზად ეს ასე თქვათ მზაობის დეფიციტი გამოვლინდა ფინეთთან ომშიც არ იყო საკმარისად მზადებული საბჭოთა კავშირი აი ასე თქვათ მზაობისთვის და არის ლეგენდა რომ არ ელოდა საბჭოთა კავშირი თითქოს თავდასხმას რომ რაღაცნაირად ვითომ გერმანია დაიცავდა ვითომ აი ამ შეთანხმებას მაგდა რამოდენიმე კვირის განმავლობაში იოსებ სტალინი თითქოს არ მონაწილეობდა იმ ასე თქვა დირექტივების გაცემის პროცესში და მხოლოდ მოგვიანებით ჩაერთო თითქოს რაღაცა პანიკური ასე თქვა მომენტიც ახლდა თითქოს აი ამ თავდასხმას. როგორც ჩანს, ასე მალე არ ელოდებოდა. იცით რა არის ფაქტობრივად 41 წლის ივნისისათვის გერმანიას რეალურად ერთი მოწინააღმდეგე ეყავდა, სანამ დაარტყავდა საბჭოთა კავშირი, ეს იყო დიდი ბრიტანეთი. მასთან ჰქონდა სერიოზული ბრძოლები. საფრანგეთის დამარცხების შემდეგ ბრიტანეთი მარტო იბრძოდა. იქ რომ დეგოლი წავიდა და დეგოლის წინააღმდეგობის ფრონტი შეიქმნა, ესენი კი იბრძოდნენ ესენი, მაგრამ არ იყო გადამწყვეტი და არ შეიძლება ჩაითვალოს ქვეყნის ბრძოლად. ეს იყო ერთი გენერლის, ბრიგადის გენერალი იყო. თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე იყო. დეგოლი არ იყო ისეთი, მერე შემდეგ გახდა ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა უკვე მის დამამთავრებელ ეტაპზე, მაგრამ იმ წუთში ეს იყო ერთ-ერთი გენერალი. თანაც ბრიგადის გენერალი, არაფერი. მაგრამ აღმოჩნდა ძალიან ღირსეული ადამიანი, რომ არ დანებდა. ხო. და განსხვავებით პეტენისაგან, რომელიც გმირი იყო და იქცა ფაქტობრივად კოლაბორაციონისტად, დეგოლი ამაზე არ წავიდა. და მისი მარჯვენა ხელი იყო ერთ-ერთი საუკეთესო ოფიცერი, პოდპოლკოვნიკის, ანუ მაშინ იყო ლეიტენანტ კოლონელის ჩინით ამილახვარი, დიმიტრი, რომელიც არსებობს კადრები, რომ განთავისუფლების ჯვრით აჯილდოებს საუკეთესო ოფიცერს და პირდაპირ ამილახვარს კიდებს გულზე თავის ხელით ამაგრებს, რომელიც შემდეგ რომილის არმიას ებრძოდა ლიბიის უდაბნოში ელამენთან და იქ დაიღუპა ზუსტად იქ მოხდა მისი დაღუპვა 42 წელს. და საბჭოთა კავშირზე თავდასხმა, ესე იგი რა თქმა უნდა ეს იყო შოკი საბჭოთა ელიტისათვის. რაღაც დონეზე ესენი ემზადებოდნენ და იცოდნენ რომ გერმანია ადრე თუ გვიან დაესხმოდა თავს, მაგრამ ესე მალე არ ელოდებოდნენ. იმიტომ რომ გერმანია საკმაოდ წარმატებული ოპერაციები ჩაატარა მანამდე და არ ფიქრობდნენ რომ ესეთ რისკი იყო ფაქტიურად. იქ ორ ფრონტზე მოუწია გერმანიას ბრძოლა, რომელმაც დაღუპა საბოლოოდ. მაგრამ იმ დროს ეს ცოტა არ იყოს, აქ მინდა ერთი ნიუანსი გითხრათ, ესე იგი ძალიან საინტერესოა. ესე იგი რას აღწერს იმ დროისათვის გერმანიაში არსებული საბჭოთა საელჩოს თანამშრომელი ვალენტინ ბერეშკოვი, რომელიც იყო სტალინის პირადი მთარგმნელი. მას შესანიშნავი წიგნი აქვს გამოცემული და ისტორიის მესამეთა დოქტორიც გახდა მოგვიანებით. ძალიან საინტერესოა, ვინ ყავდა სტალინს ელჩად ომის დაწყების მომენტში გერმანიაში. ვლადიმერ დეკანოზოვი, დეკანოზიშვილი, ქართლელი აზნაურის შვილი, ბაქოში დაბადებული. დეკანოზოვად იწერებოდა, ეს იყო ბერიას გუნდის წარმომადგენელი, უშიშროების გენერალი, საკმაოდ მაღალი რანგის, ძალიან ნიჭიერი კაცი, დაზვერვის ოფიცერი და იმ დროისათვის გენერლის ჩინს ფლობდა უკვე და მანამდე, სანამ დანიშნავდა დეკანოზოვს, მანამდე ებრაელი ყავდა ელჩად და წუხდა ჰიტლერი, რა თქმა უნდა, რომ აი ებრაელებს ადღეში აკდებდა და უცებ ებრაელთან უხდებოდა ხელი ჩამორთმევა, პატივისცემით შეხვედრა, იმიტომ საბჭოთა კავშირის წარმომადგენელი იყო. და შემდეგ რაღაცა დონეზე სთხოვეს, რომ იქნება ეს შეცვალოთ ეს ელჩი და მართლაც დეკანოზოვი მიავლინა. ეს დეკანოზოვი საკმაოდ ისეთი უშიშარი კაციც იყო. პატარა ტანის არის შემონახულია ჰიტლერთან, როცა ჩავიდა 1940 წლის ნოემბერში მოლოტოვი.
იქ ჩანს რომ შედიან მოლოტოვი და დეკანოზოვი, ხდება რიბენტროპი და ჰიტლერი. ძალიან საინტერესო კადრებია. და ახლა როგორ იგონებს მე პირდაპირ წავიკითხავ, იმიტომ ძალიან საინტერესო მოგონება მე ვთარგმნე ქართულად. ბერეშკოვი რას წერს? გამთენიისას დაგვირეკესო საელჩოში რომ იოახიმ ფონ რიბენტროპი გიბარებთ სამინისტროში. ანუ საგარეო საქმეთა მინისტრი. და გადასცა მემორანდუმი, სადაც აღნიშნული იყო, რომ საბჭოთა კავშირის სამხედრო მოსამსახურეთა მიერ საზღვრის დარღვევათა გამო გერმანია იძულებულია თავდაცვითი ღონისძიებები გაატაროს. და ბერეშკოვი, რომელიც დეკანოზოვს ახლდა, ამ ფაქტს ასე აღწერს. რიბენტროპი ადგა, წელში გაიმართა, რათა საზეიმო იერი მიიღო, თუმცა მის ხმას სიმყარე და დამაჯერებლობა აკლდა. როდესაც წარმოთქვა საბოლოო ფრაზა ფიურერმა დამავალა, რათა ოფიციალურად გამოგიცხადოთ ამ თავდაცვით ღონისძიებათა შესახებ. ჩვენ წამოვდექით, საუბარი დასრულებული იყო. ახლა ვიცოდით, რომ ჩვენს მიწაზე უკვე ნაღმები ფეთქდება. განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის შემდეგ ომი ოფიციალურად გამოცხადდა. აქ უკვე არაფრის შეცვლა აღარ შეგვეძლო. წასვლის წინ საბჭოთა ელჩმა, ანუ დეკანოზოვმა განაცხადა, ეს თავხედური არაფრით პროვოცირებული აგრესია. თქვენ ინანებთ, რომ საბჭოთა კავშირის ყაჩაღურად თავს დაესხით. ამისათვის თქვენ პასუხს სასტიკად აგებთ. ჩვენ შევტრიალდით და გასასვლელად გავწიეთ. აქ მოხდა სრულიად მოულოდნელი რამ. რიბენტროპი აგვედევნა და აჩქარებით ჩურჩული დაგვიწყო დარწმუნება, რომ თითქოს პირადად ის ფიურერის ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყო და ცდილობდა სოციალურ კავშირზე თავდასხმა ჰიტლერისათვის გადაიფიქრებინა. და მიუხედავად იმისა, რომ ამას პირადად უაზრობად მიიჩნევდა, ვერაფერი გააწყო, რადგან ჰიტლერმა არავის დაუჯერა და ასე გადაწყვიტა და შემდეგ უკვე ციტატა. გადაეცით მოსკოვში, რომ მე თავდასხმის წინააღმდეგი ვიყავი. გავიგონეთ რაიხსმინისტრის უკანასკნელი სიტყვები, როდესაც უკვე დერეფანში გავდიოდით და ის აღნიშნავს, რომ ნასვამი იყო. ანუ ინერვიულა მათ მოსვლამდე და ეძებდა როგორ ეთქვა ეს და ძალიან საინტერესოა, რომ გერმანიაში მყოფი კაცი ფაქტობრივად გერმანელი ხელისუფლების ხელმყოფი დეკანოზოვი ესე თამამად იქცევა. დაემუქრა ფაქტიურად. და მე მოხდა გადაცვლა საბჭოთა კავშირში ელჩად მსახურობდა შესანიშნავი სახელმწიფო მოღვაწე დიპლომატი შულენბურგი, რომელიც მანამდე პირველი მსოფლიო ომის დროს თბილისში კონსულატი იყო და ქართულ ელიტას გადასარევად იცნობდა და ბევრიც გააკეთა და მოუკიდებელი საქართველოსთვის მაშინ. ეს ადამიანი მსახურობდა, დიდი ხანი მსახურობდა გერმანიის ელჩად საბჭოთა კავშირში და ისიც ცნობილია, რომ იმდენად უყვარდა ქართული სამზარეულო, რესტორან არაგვში სადილობდა და რესტორან არაგვში იყო ოთახი, სადაც მის გარდა არავინ არ შედიოდა და სულ იყო დაჯავშნული მისთვის. ანუ ფაქტობრივად თითქმის ყოველ დღე იქ სადილობდა ან ვახშმობდა. ანუ ესეც ერთგვარი დაჩვეული იყო ქართულ კერძებს. და იყო ძალიან ჭკვიანი კაცი, შემდეგ ის შეეწირა, ეგეც წინააღმდეგი იყო ომის დაწყების. ზოგადად რა თქმა უნდა, რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყების წინააღმდეგი პრაქტიკულად არავინ არ იყო, მაგრამ ასე დაჩქარებულად არ იყვნენ მომხრეები, ეშინოდათ. და რიბენტროპი კი არა, შულენბურგი გამოცდილი ადამიანი იყო, იცოდა რასთან ჰქონდა საქმე და ამიტომ მაინც და მაინც არ იყო მომხრე ჰიტლერის პოლიტიკის და ბოლოს დაისაჯა კიდევაც 44-ში რომ მოხდა ცნობილი ბუნტი გენერლების, აი მას გადააყოლეს, ისიც ჩამოახრჩეს. და ფაქტობრივად ჩაითვალა წინააღმდეგობის ფრონტის მონაწილედ. იმიტომ ჭკვიანი კაცი იყო ეს. და მოხდა გაცვლა თურქეთის ტერიტორიაზე, თურქეთი ნეიტრალური სახელმწიფო იყო. მოხდა გაცვლა საბჭოთა და გერმანული საელჩოების. და საინტერესო ის არის, რომ გერმანიის საელჩო სულ რამდენიმე კაცი ყავდა მაგ დროს, ესე იგი რომ ემზადებოდნენ ომისათვის წაიყვანეს ძირითადი მასა და საბჭოთა საელჩოში ბევრი ხალხი იყო, საკმაოდ ბევრი ხალხი იყო, უფრო მეტი. და ბოლო გემები, მოგეხსენებათ, საბჭოთა კავშირსა და გერმანიას შორის იყო მოლაპარაკება ეკონომიკური და სავაჭრო ხელშეკრულება არსებობდა. ბოლო გემები ნედლეულით სავსე გავიდა გერმანული გემები 21 ივნისს. საბჭოთა პორტებიდან, მათ შორის ბალტიის პორტებიდან გავიდა 21 ივნისს. მაშინ, როდესაც საბჭოთა გემები იყვნენ გერმანიის ნავსადგურებში და ფაქტობრივად აქ უკვე აღარ იყვნენ გერმანული გემები, იმიტომ მათი კონფისკაცია მოხდა მერე. ანუ საბჭოთა კავშირზე ესენი ემზადებოდნენ დარტყმისათვის, არსებობდა ეს ბარბაროსას გეგმა და მოულოდნელობის ეფექტის წყალობით ღრმად შემოვიდნენ საბჭოთა კავშირის შემადგენელ ტერიტორიაზე და ამას მოხდა მეორე კატასტროფა. ტყვედ ჩავარდა საბჭოთა ჯარისკაცების უამრავი მილიონობით კაცი ტყვედ ჩავარდა.
აღშფოთებული იყო საბჭოთა ელიტა, რომ რატო ვარდება ამდენი ხალხი და რატომ არ უწევს ბევრისთვის საბჭოთა იდეალებისთვის ბრძოლა იყო მიუღებელი. იმიტომ რომ მათ ან კოლექტივიზაციის ან რეპრესიების შედეგად დაკარგეს ოჯახის წევრები, მოხდა მათი ეკონომიკური დაზარალება და ეს ყველაფერი გოლოდომორი გავლილი იყო. ეს ყველაფერი ახსოვდა ხალხს, ამიტომ მაინც და მაინც ბევრი არ წინავდა თავს ამისათვის. მაგრამ აი სწორედაც ომის ესე იგი შუა პერიოდში სტალინს დაჭირდა მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდაჭერა და მოახდინა კიდევაც რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღდგენა. საქართველოს იმდროინდელი პატრიარქი ჩამოიყვანა საგანგებოდ და გერმანულ გაზეთებში იყო დაბეჭდილი ფოტოები, როგორ ადგავს გვირგვინს მართლმადიდებელი საქართველოს პატრიარქი რუსეთის პატრიარქს. იმიტომ რომ ეს იყო უძველესი ეკლესიის წარმომადგენელი და იყო ძალიან საინტერესო მინიშნებები, რომ ამხელა საბჭოთა კავშირის ქართველი მართავს და სასულიერო ლიდერსაც გვირგვინს ადგავს ქართველი პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე, რომელიც სტალინთან დაახლოებული იყო. და ასეთი ხუმრობაც მომისმენია, როდესაც ჩავიდა კალისტრატე, ეს იყო უკვე 53 წელი. იმ დროისათვის მოგეხსენებათ ეკლესია ფაქტობრივად არალეგალურ მდგომარეობაში იყო. მან გაიხადა, ასე ვთქვათ, სასულიერო ტანისამოსი და სამოქალაქო ტანისამოსით მიიყვანეს სტალინთან და ესაუბრა სტალინი, უთხრა რომ ასე დაგეგმილი აქვს ეს ამის აღდგენა და მე ბოლოს უთხრა თქვენ უწმინდესობა, უფლის უფრო გეშინიათ თუ ჩემიო და რა თქმა უნდა უფლისო. რა ვიცი 60 არ გეტყობათო. ანუ 60 არ უნდა განემოსა ეს. მაგრამ ერთია დოგმები და მეორეა რეალობა. ზეგებია. და აი აქ საინტერესო მომენტი მაინც კიდევ ის იყო რომ თელს აი ამ წინააღმდეგობის, ანუ აი ამ გერმანული ბლიცკრიგის გეგმა მოიცავდა სამ მიმართულებას, ხო? ერთი მოსკოვი, ლენინგრადის მიმართულება, პეტერბურგი, მეორე მოსკოვი და მესამე კიევის მიმართულება. გერმანიის ყველაზე სერიოზული პრობლემა კიდევ გახდათ ის ალბათ, რომ იდეოლოგიად, მაგრამ ამ იდეოლოგიით ისინი სერიოზულად უკვე აზარალებდნენ ისეთ შესაძლო მოკავშირეებსაც, რომლიდანაც მიიღეს ის არასასურველი უკვე აგრესია და წინააღმდეგობა ხალხისგან. რაც შეიძლება არ მიიღოთ. რაც შეიძლება რომ არ მიიღოთ. ანუ მაგალითად იგივე რაც თქვენ აღნიშნეთ. ბევრმა ჩათვალა რომ მოდიან გერმანელები და ესენი იქნებ გამათავისუფლებლები არიან და არ გაუწიეს. იმედები გაუცრუვლად. ესენი მოევლინენ ამ ადამიანებს კიდევ უარეს, ასე ვთქვათ, დესპოტებად და ექსპლუატატორებად. ანუ უკრაინაში ბაბაიარის ტრაგედია რომ ჩაატარეს და იქ ხო ბაბიარის, ხო? ანუ კიდე რაღაცა გამოგონილი ეშმაკების ძიება, ეს რა ჯანდაბა იყო ებრაელების ეს რაში ჭირდება? აი რა არის რითაჯობა ფაქტობრივად სტალინის დიპლომატიამ და პოლიტიკამ აჯობა ჰიტლერისას იმით, რომ ჰიტლერი პირდაპირ აცხადებდა, რომ მე ვიბრძვი დიდი გერმანიისათვის. კი ყავდა მოკავშირეებად ახლა. მისი მოკავშირე იყო იტალია, მისი მოკავშირე იყო რუმინეთი, ბულგარეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი. აი ეს ქვეყნები ამ ქვეყნებმაც გამოუცხადეს საბჭოთა კავშირის ომი. აი მაგალითად 22 ივნისს იტალიამ და რუმინეთმა გამოუცხადეს დათმის თანავე და 23-ში სლოვაკეთმა და 27-ში უნგრეთმა. და მე ფინეთის წინააღმდეგ ფინეთი ჩაება 25 ივნისიდან ომში. მაგრამ ფინეთი თვლიდა რომ მას დამოუკიდებელი ომი აქვს. ხო. ასე ითვლიდა. ამიტომაც მალე გამოვიდა, როდესაც გაუჭირდა გერმანიას, ის ომიდან გამოვიდა და უფრო მეტის ბოლო ეტაპზე გერმანიას ომი გამოუცხადა. იგივე გააკეთა რუმინეთმა. აი მინდა შევეხოთ მაინც იმ სიგიჟეს, მე სხვანაირად მაინც ვერ დავარქვი, როგორც არის ეს რასიზმი, ებრაული რაღაცა ანტისემიტიზმი, რომელშიც იყო არ ვიცი, ყველანაირი ბოდვითი ასე თქვა თეორია იყო, რომელიც მარქსის უკავშირებდნენ ისე ებრაულ შეთქმულებას და ეს ჩვენ დაგვემართება და ეს რაღაცეები და კიდე სხვა რაღაცა ბოდვითი თეორიები, რომელიც აი ადამიანური რასების თეორია და ყველაზე უარეს რასად თითქოს მიშნევა ებრაელებს. აი რას ნიშნავდა? საიდან წარმოიშვა ეს რაღაც? ეს ზიზღი გაჩნდა გერმანიაში, იმიტომ რომ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყეს კუდიანებზე ნადირობა. ვინ იყო დამნაშავე ამ ომში და ჩათვალეს, რომ ებრაელებმა მოახდინეს, ასე ვთქვათ, ითამაშეს ცუდი როლი, რომ გერმანიას ომი წაეგო. იქ ბანკირები, მოგეხსენებათ, ებრაელები ძალიან კომერციულად კარგად აზროვნებენ და საკმაოდ მარკეტები ჰქონდათ, დიდი თანხები იყო მათ ხელში და ამიტომ გერმანელებს გაუჩნდათ აგრესია.
და ეს აგრესია მე გადაიზარდა რასიზმში, რაც ყველაზე საშინელია და მათ უკვე დაუნდობლად დაიწყეს ყველა ებრაელის დევნა, არა მარტო მდიდრების, არამედ ყველასი მთლიანად. თან ვაიმარის რესპუბლიკაში რა საშინელი ინფლაცია იყო და ყველაზე კარგად მაინც ისინი რომ იყვნენ ფინანსურად, ამან გააჩინა შური. ხო, რა თქმა უნდა, შური და ბოხმა, რომელიც გადავიდა უკვე მარაზმში. და დაიწყეს დარბევა მათი მაღაზიების, მოიხსენებათ გრძელი ხანჯლების ღამე, ცნობილი გრძელი დანების ღამე იგივე. დიდი მსხვერპლი შექმნეს ეს ბანაკები, სიკვდილის ბანაკები და ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენეს ებრაელი მოსახლეობა. არა მარტო გერმანიაში, არამედ გერმანიის მოკავშირე ქვეყნებშიც იგივე ხდებოდა. საფრანგეთშიც ეძებოდა. და დაბმულ ტერიტორიაზე, ბალტიის ქვეყნებში იგივე ხდებოდა. საშინელი მსხვერპლი გაიღო. თვითონ პოლონეთში მოხდა ძალიან დიდი. ყველაზე მეტი ებრაელი დაიხოცა პოლონეთში და იქ ცხოვრობდნენ ბევრი და იქ იყო ბანაკები ეს დახაუ და ეს აუშვიცი და ეს მე აუშვიცის ბანაკში დამყოფი ვარ საშინელი სანახაობა, მაგრამ მუზეუმად არის შემორჩენილი. იგივე ოსვენციმის პოლონელები ეძახიან და აუშვიცს გერმანელები. და იქ რო შედიხარ, იქ დევიზია შრომა ან თავისუფლებს. ესეთი ცინიკური. ხო და იქ ყველა გერმანელი სხვათა შორის სულაც არ უგძრობდა ამას და ომში ჩაბმული ვერმახტის ოფიცრები საერთოდ არ ერეოდნენ ამაში, იმიტომ რომ ეს ითვლებოდა რომ ეს მათი საქმე არ არის. იმიტომ რომ ბევრმა არც იცოდა ომის დამთავრებამდე რომ ასეთი ბანაკები არსებობდა, იმიტომ რომ ისინი იყვნენ კადრის ოფიცრები და ისინი იბრძოდნენ. აი, მთელი მარაზმი და ბოროტება ალბათ სწორედ ამაში არის, რომ ამ მთელ ძალისხმევას უზარმაზარი ინტელექტუალური, ფულადი, ასე თქვათ, ორგანიზატორული ენერგიის ხარჯი ჭირდება. ბოროტებათ, მაგრამ ამით რა საქმე კეთდებოდა? ერთ-ერთი რომ მეითვისეს მათი ქონება, მათ საკმაოდ დიდი ქონება ჰქონდათ, ქონება ჩამოართვეს, კონფისკაცია მოხდა და გაძარცვეს ეს ხალხი და მე იმდენად იქამდე მივიდნენ რომ ოქროს კბილებს აძრობდნენ ბანაკში, ყოველგვარ გაყუჩების გარეშე. საშინელება იყო, ესე იგი, დიდი უბედურება გადაიტანა ებრაელმა ხალხმა. 6 მილიონამდე ანგარიშობენ დაღუპულს. ბოშებიც ხო ბევრი დაიხო. იმათ რას ბოშებიც შედიოდნენ იმ გასანადგურებელ ხალხთა შორის. ეხლა რაც შეეხება დამოკიდებულებას ქართველებისა და სომხების მიმართ. ჰიტლერს აქვს ნათქვამი, რომ მე არც ქართველებს და არც სომხებს არ ვენდობი. ის თვლიდა, რომ ეს ხალხი არ არის მისი მოკავშირე. ვის თვლიდა მოკავშირეთ? მოკავშირეთ ის მიიჩნევდა მუსლიმანებს. და განსაკუთრებით პატივისცემით ექცეოდა მუსლიმანებს. იმიტომ რომ მათ ბატალიონები ჩამოუყალიბა, თურქ ბატალიონები ერქვა და ძალიან ენდობოდა შტოკავკასიის მუსლიმან მოსახლეობას. და იმიტომაც იყო რომ ძალიან ძვირად დაუჯდათ მე ჩეჩნებს, ინგუშებს, ყარაჩაელებს, ბალყარელებს გერმანელებთან თანამშრომლობა. ძალიან ძვირად დაუჯდათ. ოსები მაგალითად გამოირჩეოდნენ საბჭოთა კავშირის ერთგულებით, თუმცა გარკვეული ოსური ბატალიონები გერმანელების შეერაღებულ ძალებში არსებობდა. ჩვენი ბატალიონები თამარიონი მან ძალიან საინტერესო როლს თამაშობდა ვერმახტის გენერალი, ერთადერთი ქართველი გენერალი შალვა მაღლაკელიძე. შალვა იყო წასული 1923 წლიდან ემიგრაციაში, ცხოვრობდა ლატვიაში, სხვათა შორის მეუღლე ყავდა ლატვიაში მცხოვრები გერმანელი, პირველი მეუღლე, შვილი შეეძინა მასთან. ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნისას შეირთო ცოლად, ბალტიელი გერმანელი. და იყო გერმანელების ელიტასთან დაახლოებული და როდესაც მეორე მსოფლიო ომი მოახლოვდა, ის პარიზიდან გადავიდა ბერლინში და გახდა გენშტაბის სამხედრო მრჩეველი. მილიტარ ბერატერი, ასე ეძახდნენ, სამხედრო მრჩეველი პოლკოვნიკის ჩინით. და 1944 წელს ივლისში მას მიენიჭა ვერმახტის გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება. მისი როლი რაში გამოიხატებოდა? შალვა იყო დიდი პატრიოტი საქართველოსი და არავითარი მე არ ვთვლი რომ ის მოღალატე იყო. იმიტომ რომ ეს არ ყოფილა საბჭოთა კავშირის მოქალაქე, ჯერ ამით დავიწყოთ. ეს იყო დამოუკიდებელი საქართველოს გენერალ-გუბერნატორი. თუმცა პოლკოვნიკის ჩინი ჰქონდა. და ის თვლიდა რომ გერმანიამ რო დაიკავოს კავკასია, ქვეყანას უნდა ჰქონდეს იმისი გარანტია რომ არ განადგურდება, არ მოხდება მათი გენოციდი. ამიტომ გერმანია, როდესაც გერმანული ჯარი შემოვიდა კავკასიის ჩრდილო-დასავლეთში, ის თავისი ბატალიონები თან ახლდა, ჯერ ლისტის არმიას ახლდა და შემდეგ მოგეხსენებათ ლისტი რო გადააყენა და ჰიტლერმა თვითონ დაინიშნა თავისთავი, ცოტა ხანში მოიყვანა კლაისტი. აი კლაისტის სამხედრო მრჩეველი იყო. ეს ჯარი ფაქტობრივად იდგა რაჭისა და სვანეთის გადაღმა.
რადი კავკაზამდე მივიდნენ. აი სწორედ ურუხი, სოფელი ურუხი, ოსური სოფელი, რომელიც ესაზღვრება საქართველოს, ურუხი ჰქონდათ დაკავებული და ურუხი იყო პირდაპირ პლასდარმი, მამისონის უღელტეხილთან იყო იქვე. ფაქტობრივად, რომ მოხდარიყო გერმანული ჯარის წინსვლა, ესენი წინ წამოვიდოდნენ. და სხვათა შორის შალვას მოხერხება იყო ის, რომ თბილისი არ დააბომბინა. რეალურად თბილისში დაბომბა არ ყოფილა, თუმცა ტექნიკურად მათ გერმანელებს შეეძლოთ ეს გაეკეთებინა. მან დაარწმუნა კლაისტი, რომ ჩვენ არ ვკრათ ხელი საქართველოს, იმიტომ რომ ეგენი ჩვენი პოტენციური მოკავშირეები არიან. სხვათა შორის შალვას დამსახურება ისიც, რომ ტყვეები გადაარჩინა. დადიოდა ბანაკ და გამოყავდათ ეს იქ მოგეხსენებათ იქ ჩართულები იყვნენ ამ პროცესში ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელი გერმანიაში გიორგი მაღალაშვილი, რომელსაც უმდიდრესი ქალი ყავდა ცოლად, ბავარიელი მეწარმის ქალიშვილი. იყო გერმანიაში განსწავლული კაცი, ექიმი პროფესიით, თუმცა პროფესიით მას არ უმუშავია და პირდაპირ იყო დაკავშირებული როზენბერგის უწყებასთან, მეგობრობდა მასთან. ძალიან პატივცემული კაცი იყო, არაჩვეულებრივი გარეგნობის და ბრწყინვალეთ მიღებული გერმანულ წრეებში. ყველაზე მდიდარი ქართველი გერმანიაში. მის გარემოცვაში შედიოდნენ ის ხალხი, რომლებსაც კვლევითი ინსტიტუტის დირექტორობა ანდეს გერმანელებმა, ალექსანდრე ნიკურაძე, პარტიის წევრი, რომელიც იონი ჯავახიშვილის რეკომენდაციით წავიდა თავის დროზე სასწავლებლად გერმანიაში ძმასთან ერთად და იქ დარჩა. ალექსანდრე და ივანე მისი ძმა, ერთი ქიმიკოსი, მეორე ფიზიკოსი და ალექსანდრე ამავე დროს იყო საბჭოთა კავშირის აღმოსავლეთ ევროპის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი. ასევე ხელმძღვანელი იყო კვლევითი ინსტიტუტის მიხეილ ახმეტელი. ესენი იყვნენ პარტიის წევრები და ნაციონალ-სოციალისტურ პარტიაში მოგეხსენებათ გერმანელების გარდა იშვიათად რო ვინმე მიიღოთ, მაგრამ იმდენად გერმანიზებულები იყვნენ, რომ მათ სიამოვნებით მიიღეს, ესენი იყვნენ განსწავლული ხალხი. ორი დიდი კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი იყო ქართველი. ორივე წასული იონე ჯავახიშვილის და პეტრე მელიქიშვილის რეკომენდაციით სასწავლებლად რო დაბრუნებული იყვნენ, მაგრამ გასაბჭოებულ საქართველოში მათ დაბრუნება აღარ მოინდომეს და დარჩნენ იქ და იქ ცხოვრობდნენ ბოლომდე. და გერმანული პოლიტიკა მიუხედავად იმისა, რომ ჰიტლერს ჰქონდა სკეპსისი სომხებისა და ქართველების მიმართ, მათ მაინც მოახერხეს, რომ ტყვეები გადარჩენის მიზნით, ასე ვთქვათ, ჩაებათ ქართულ საჯარისო ფორმირებებში, რომელიც გერმანელებთან ერთად შემოვიდნენ კავკასიაში. შექმნეს ეს ბატალიონები, ეს იყო გადარჩენის ალბათ ერთადერთი პირობა, იქ იყო ორი ვარიანტი, არ აძალებდნენ. შეიძლება მუშათა ბატალიონში ყოფილიყვნენ და მაშინ მათ უნდა დანგრეული აღედგინათ, მძიმე სამუშაოები ჰქონდათ, ან უნდა ყოფილიყვნენ საკომენდანტო ბატალიონებად, ეგენი ბრძოლაში იშვიათად თუ ჩაებებოდნენ, იმიტომ რომ რეალურად მათ არიდებდნენ ფრონტს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ აქედანაც ქართველები იყვნენ და შალვა მაღლაკელიძე ცდილობდა, რომ ქართველისთვის არ დაეპირისპირებინა და ესენი ყავდათ იმ შემთხვევაში თუ საქართველოში შემოვიდოდნენ კომენდანტებად იქ საკომენდანტო ბატალიონები იყვნენ ესენი, რეზერვის ბატალიონები. და ვინაიდან სტალინგრადის დამარცხების შემდეგ გერმანელები იძულებულები გახდნენ გაეყვანათ ჯარი. რა თქმა უნდა ესენიც გავიდნენ უკან, მათ დაიხიეს, პირდაპირ წერია 1953 წლის 3 იანვარს მოვიდა ჰიტლერის ბრძანება გაცემული 29 დეკემბერს, რომ კავკასიიდან გამოიყვანეთ ჯარი. ხო, მაგამდე ჩვენ ახლა გადავედით უცებ მოვლენებს და ეგ არ მინდა რომ ესე მივიდეთ. ჩვენს ისტორიის თხრობაში ვართ სწორედ იმ მომენტში, როცა მოსკოვს მიუახლოვდა გერმანული ჯარები. მაგრამ აქ მოხდა გენერალი ზამთარის ჩარევა, რომელმაც გადაწყვიტა ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ აი ამ ბრძოლას არ ქონდა ელვისებური, ასე ვთქვათ, შეტევის, წარმატებით დასრულების შესაძლებლობა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ლენინგრადის მიმართულებით ბევრად წარმატებულია ეს მიმართულება, პრაქტიკულად საბჭოთა კავშირმა აირჩია, რომ ვერ მეხმარებით იმას. ბლოკადაში იყო წელიწადზე მეტხანს. და იქ არის აბსოლუტური ჯოჯოხეთი, ადამიანებს არის ჰუმანიტარული დახმარების არაფერი არ აქვს და იქ არის კატასტროფა ხდება, მოკლედ. კანიბალიზმის ფაქტები და რაღაცა საშინელებები, თუ რამე მღრღნელი იყო ის ყველა ექვემდებარებოდა განადგურებას, όμως რაღაცა საკვებია. კანიბალიზმის შემთხვევებიც იყო. კი, კანიბალიზმის შემთხვევებიც იყო. ადამიანები იცნობდნენ კანიბალებად იმის დამოხედვით, თუ ქონდა ადამიანს ადამიანური ფერი, ესე იგი რაღაცა ჭამა. და ყველა საშიში ზუსტად ეგ იყო. ხო, და აქ რა მოხდა? მოსკოვის მისადგომებთან.
მოსკოვის მისადგომებთან ფაქტობრივად გერმანელები ძალიან ახლოს იყვნენ მისულები და ქალაქში პანიკაც იყო დაწყებული, იყო მოროდიურების შემთხვევები და საბჭოთა ელიტა იხიზნებოდა. კუიბიშევში უნდა გადასულიყვნენ. იქ შექმნილი იყო სპეციალური შტაბი გადააყვანისთვის, მაგრამ ბოლო მომენტში სტალინმა უარი განაცხადა წასვლაზე. და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თუ საბჭოთა მოსახლეობა დაინახავდა, რომ დედაქალაქი დათმეს, ეს იქნებოდა მორალური გარდატეხა, ძალიან უარყოფით როლს ითამაშებდა. ამიტომ ძალიან საინტერესო ამბები ირკვევა, ამ ცოტა ხნის წინ მოხდა მოეხსნა ამას საიდუმლო გრიფი, რომ დატაბორეს მოსკოვთან მისასვლელები და იქ ხალხი ჩაიძირა. ხარ გააფრთხილეს მოსახლეობა, იმიტომ რომ მათ რომ მოსახლეობა გაეფრთხილებინათ, რომ გამოდით, ამას გერმანელები გაიგებდნენ და შეტევას დაიწყებდნენ. და მოხდა დატაბორვა, მოხსნეს დამბები და ფაქტობრივად გაწირეს თავისი მოსახლეობა, რამდენიმე ასეული კაცი დაიღუპა. მაგრამ გამოუსადეგარი გახდა ეს ტერიტორია გადაადგილებისათვის. მithom ის ამას ზამთარის დაერთო, გაიყინა. საშინელება იყო ფაქტობრივად მოსკოვის დათმობა იყო ომის წაგების გარანტია. სააგებდნენ, იმიტომ რომ ეს იქნებოდა მორალური მარცხი. და ამ გამოვიდოდა ნაპოლეონის ამბავი. მე ეს ძალიან მნიშვნელოვანია, 41 წლის 7 ნოემბერს დიდი პარადი ჩატარდა და ფაქტობრივად პარადზე ჩავლილი ჯარისკაცები პირდაპირ ფრონტზე მიდიოდნენ. მაგრამ მას ნახა მსოფლიომ, რომ ეს ქვეყანა არ აპირებს ასე ადვილად ჩაბარებას, როგორც თავიდან წარმოედგინათ. მოსკოვთან მისული ჯარი იძულებული გახდა, რომ თანთან უკან დაიხია გერმანელები. და ჰიტლერის უდიდესი შეცდომა, რომ ეს ოქტომბრამდე გაიწელა მისი მოსკოვთან მოსვლა, იყო კიევი. კიევი შეეძლო მაგას საერთოდ დაეტოვებინა, ზურგში მოექცია და წინსვლა გაეგზელებინა, მაგრამ მან ფაქტობრივად დიდი მნიშვნელოვანი ნაწილი თავისი ჯარების კიევზე გაუშვა, რომ კიევი აიღეთო, როცა შეიძლება მოსკოვზე დარტყმა განეხორციელებინა. ანუ კიევმა ძალიან შეუშალა ხელი მოსკოვზე ოპერაციის დაწყებას და ამ დროს ნაადრევად დაზამთრდა. ოქტომბერში არ ხდება ასე მალე აციება, მაგრამ ბედად დაზამთრდა ძალიან ნაადრევად. ხო, ანუ მათ ჰქონდათ გათვლილი როცა დაიწყო 22 ივნისის შეტევა, უნდა დასრულებულიყო მათი ვარაუდით 5 თვეში ეს ბლიცკრიგი ან 6 თვეში. სამწუხაროდ უნდა მორჩენილიყვნენ, იმიტომ რომ ნოემბერში უკვე დამთავრდა. ამას ხელი შეუშალა კიდე ერთმა გარემოებამ, აპრილში უნდა დაერტყათ მათ. მაგრამ აპრილში მოგეხსენებათ, იუგოსლავიაში დაიწყო აჯანყება. და აი მაგის ჩახშობას მოუნდნენ და მაგან გადაწია ვადა. ასე რომ აპრილში რომ მათ განეხორციელებინათ, მაშინ აღარ გადაარჩენთ. ოქტომბრამდე არ მოუწევდათ ბრძოლა. იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი ფაქტობრივად არ იყო მომზადებული იმისათვის, რომ ეს ამხელა მასა მე თან მარტო გერმანია არ ებრძოდა საბჭოთა კავშირს. მთელი ევროპული სახელმწიფოები, მთელი ევროპული წარმოება მუშაობდა გერმანიაზე. აბა ისად მიდიოდა ის დანიაში ნაწარმი, ცნობილი ხორცის წარმოება, ბელგიური, სად მიდიოდა შოკოლადის ფაბრიკები, მუშაობდნენ გერმანელებზე. ჩეხეთის აღების შემდეგ ჩეხეთის არაჩვეულებრივი მოტორიზებული დივიზიების ტექნიკა ვის ხელში ჩავარდა. ძირითადად გერმანული არმია და შეერაღებული იყო ევროპული იარაღით, ფრანგული, ჩეხური, რომელიც არ იყო ნაკლები ხარისხის ვიდრე გერმანული. ჩეხური ავტომატები ჰქონდათ. ამას ემატებოდა მე ეს რუბინეთი, ჩემო ბატონო, უნგრეთი, რუბინელები იბრძოდნენ სტალინგრადში. და დიდი მსხვერპლის ყირიმის ოპერაცია, აღების ოპერაციაში მონაწილეობდნენ. ასე რომ აქ არ იყო მხოლოდ, აქ იყო გერმანიის მეთაურობით ჯვაროსნული ლაშქრობა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. და არასწორად განაწილეს თავიანთი რესურსები და დრო. ხო, კიევისთვის გვერდი შეეძლოთ აევლოთ, მაგრამ უდიდესი შეცდომად იქცა ეს. ამის შემდეგ გერმანული არმია 300 კილომეტრით უკვე იქცა და შეიცვალა სტრატეგია. სტრატეგია შეიცვალა იმ მიმართულებით, რომ გადაუკეტოს საბჭოთა კავშირის ლოგისტიკური ხაზი მომარაგების, სამხრეთი აიღონ, აზერბაიჯანის ნავთობს მიწდნენ, სამხრეთის ინდუსტრიული ზონები ან დაანადგურონ ან მიითვისონ და დღევანდელი ვოლგოგრადი, იგივე სტალინგრადი, რომელიც საკვანძო პუნქტი, რომელიც ანაწილებს შემდეგ აი ამ ლოგისტიკურ ხაზებს. ხო. აი ეს როგორღაც ხელში უნდა ჩაიგდო, აქ რა მოხდა? სტალინგრადის ოპერაციაში, რომელიც დიდხანს გაგრძელდა, უდიდესი მსხვერპლი ჰქონდა საბჭოთა ჯარსაც და გერმანულ ჯარსაც. ყველაზე დიდი საქალაქო და სხვათა შორის იმდენად მნიშვნელოვანი იყო სტალინგრადის აღება გერმანელებისთვის, გარდა უშუალოდ სტრატეგიული თვალსაზრისით, მორალურადაც სტალინის ქალაქი. სტალინის ქალაქის აღებაც იქნებოდა გარდატეხა. და მე საუკეთესო ფელდმარშალი იბრძოდა იქ. პაულიუსი იყო ჰიტლერის საყვარელი მარშალი. ისე როგორც ლასოვი იყო თავის დროზე სტალინის საყვარელი გენერალი. ძალიან საინტერესოა, ის თქოთ ჩავარდა, ესეც თავის ნებით ჩაბარდა. და მას აღუთქვეს ფაქტიურად ხელშეუხებლობა
და უფრო მეტიც ჰიტლერმა ფელდმარშლობა მაგას მიანიჭა ჩაბარებამდე რამდენიმე დღით ადრე. და ეს ნიშნავდა, რომ ჰიტლერმა იცოდა, რომ გამოვალ ვითარებაში იყო ის, ალყაში იყო მოქცეული. და ეს ფელდმარშლობის მინიჭება, რომელიც მოხდა, ასე ვთქვათ, აცნობის მას რომ მიენიჭა, ეს ნიშნავდა მოწოდებას თვითმკვლელობისაკენ. მას თავი უნდა მოიკლა. მაგრამ ამან არის სურვა თავის მოკლა და პირიქით უკვე ფელდმარშლის რანგში ჩაბარდა და ჰიტლერი კიოდა ბოლო ხმაზე რომ ეს ანამომი არ დამთავრდება, არავის ფელდმარშლობას აღარ მივანიჭებ, იმიტომ რომ შერცხვენილი დარჩა კაცო. გაცილებით მისთვის მოგებიანი იქნებოდა რომ გენერალი ჩაბარებოდა და ფელდმარშალი ჩაბარდა. რაც იყო სირცხვილი. ძალიან დიდი არც ერთი სტალინის მარშალი თქვენ არ ჩავარდნილა, კი გენერალი ვლასოვი ჩაბარდა, მაგრამ ასეთი გენერალი ბევრი ყავდათ. არა ფელდმარშლის ჩაბარება თან ესეთი პატივცემული კაცის ეს იყო და რუსული კარგად იცოდა ამ კაცმა და მე უფრო მეტიც მე აქციეს თავიანთი პროპაგანდის ნაწილად და ანტიფაშისტურ ბლოკს ჩაუყენეს სათავეში. ეხლა ცოტა ხნით გადავინასლოთ ჩვენი თხრობა, გადავიტანოთ აღმოსავლეთით. იაპონიის ფრონტი, ამერიკის და იქ კატასტროფა მოხდა იაპონელებმა ჯერ გავიხსენოთ 41 წლის აპრილი მაცუოკას ვიზიტი მოსკოვში. მაცუოკამ წყინვალით იცოდა რუსული, საერთოდ იაპონელებმა დიპლომატებმა თითქმის ყოველწლიანი ისენა, სადაც მიდიან, მაგრამ ზოგჯერ არ ამჟღავნებენ ამას. მაცუოკამ წყინვალით იცოდა, ეს იყო წყინვალე დიპლომატი. აპრილში ჩამოვიდა საბჭოთა კავშირში, იყო მოლაპარაკება და მოხდა წარმოუდგენელი ამბავი. არავინ არ გაუცილებია სტალინს. არავინ არასდროს. მაცუოკას ვაგზალზე მივიდა, როდესაც მაცუოკას აცილებდნენ. თვითონ სტალინი მივიდა, დაჯდა მასთან და სალონ ვაგონში იქეიფეს. დაალიეს და იმღერეს. და შემდეგ სტალინმა მარტო ერთ-ერთზე ელაპარაკა მასთან, როგორც გამოირკვა, მას უთქვამს ასეთი სიტყვები: ჩვენ აზიელები ვართ და ერთმანეთს არ უნდა ვებრძოლოთ. ფაქტიურად მან გადასცა პირდაპირ გადასცა ასე ვთქვათ თხოვნა იმპერატორისადმი რომ არ დაერტყათ მათთვის. რაც სხვათა შორის იაპონიამ შეასრულა, იმიტომ რომ მათ ახსოვდათ ის ბრძოლები რაც ხალხინგოლთან მოხდა და მან უკვე 1905-ის ხო? არა, ეს ძველი პირველ ომში იაპონიასთან ომში რუსეთი დამარცხდა. თუმცა დიდი წინააღმდეგობა გასწია და ხალხინგოლის ბრძოლები ახსოვდათ. რომელიც მონღოლეთის ტერიტორიაზე იაპონელები ებრძოდნენ და მან ჯოუგებძოდა საბჭოთა კავშირს და მონღოლეთს. ველოდ საბჭოთა კავშირს. მონღოლეთს რა შეეძლო იმდენი. და იგზნეს მათ რომ არც ისე ადვილი დასამარცხებლები არიან რუსები. ამიტომ სტალინმა ყველაფერი გააკეთა რომ იაპონელთა აგრესია მიმართული იყო ამერიკელებისადმი. რაც ძალიან დიდი გათვლა იყო, იმიტომ რომ ამერიკელების პერლ-ჰარბორის დაბომბვის შემდეგ ამერიკა მომი გამოუცხადა. რუზველტმა მომი გამოუცხადა იაპონიას. ეს იყო 1951 წლის 7 დეკემბერი, ეს არის შავი თარიღი იაპონიისთვის. მათ დარტყმა განახორციელეს არა საბჭოთა კავშირზე, რომელიც ამ დროს ფაქტურად სისხლისაგან იცლებოდა. და მოსკოვთან მათ შეეძლოთ ეს ოქტომბერში გაეკეთებინათ, როცა გერმანელები ყველაზე ახლოს 30 კილომეტრში იყვნენ მოსკოვთან. მაშინ შეეძლოთ პრაქტიკულად მაგრამ რომ დაინახა სტალინმა რომ ეს არ მოხდა, დასვენებული, კარგად შეერაღებული ძალები გადასროლილი იაპონიასთან დიდი ნაწილი მოხსნა და მოსკოვის თავდაცვისათვის გამოიყენა. რო ყოფილიყო თავდასხმა, რა თქმა უნდა, ამას ვერ გააკეთებდა. ვერ მოაშიშვლებდა აღმოსავლეთის ფრონტს. მაგრამ ყველაფერი გააკეთა, რომ იაპონელები საგრესია მიმართული იყო ამერიკელების მიმართ. ამით ორი კურდღელი დაიჭირა. იაპონელების პრობლემა მოიხსნა და ამერიკა ჩაება, შეერთებული შტატები ჩაება თავის რესურსებით ომში. აქ დაემთხვა რაღაცა სასურველიც, რაღაცა კონკრეტულ პრაგმატულს. იაპონელები როგორც კუნძულოვანი იმპერია უფრო საზღვაო ასე ვთქვათ. საზღვაოები იყო. საზღვაო სივრცეს ხედავს როგორც მისი გავლენის სფეროს და არა სახმელეთო სივრცეს, ანუ მატერიკულად არაზრუნს, როგორც ინგლისი ისეა, როგორც აზიური ასე ვთქვათ ინტერპრეტაცია და ყველაზე დიდი სივრცე დაიკავეს მათ სინამდვილეში, თუკი ჩვენ ოკეანეს შემოვავლეთ იმ წრეს, რა სივრცესაც ისინი აკონტროლებენ, ეს სივრცე არის უპრეცედენტო დიდი. და ცხადია, ახლა აი აქ ვინ იქნებოდა მათი მოწინააღმდეგე თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები და იმ ნახეთ აქ პერლ-ჰარბორის. სხვათა შორის იაპონიის მხარეს იბრძოდნენ მისი მარიონეტული სახელმწიფოები მანჯოუგო და მენზიანი. ამავე დროს ტაილანდის სამეფო, რომელიც არსებობდა, მაგრამ იყო ფაქტობრივად დაქვემდებარებაში იაპონიის. ტაილანდიც იბრძოდა მათ მხარეს. ანუ მათი წინსვლა შეჩერდა იაპონელების წინსვლა შეჩერდა 42 წლის 7
ივნის წყნარ ოკეანეში მიდუეის საზღვაო ბრძოლის შემდეგ, რომელშიც ამერიკელებმა ძლიეს მათ. ფაქტობრივად 42 წლის ივნისიდან იაპონელების საქმე ცუდად წავიდა. არა, მანამდე ეს პერლ-ჰარბორზე გაქორწილებული დარტყმის ფთაშესხმულები იყვნენ, იმიტომ რომ ამერიკელები ამას არ ელოდებოდნენ და დიდი მსხვერპლი ჰქონდათ და ფაქტობრივად ეს ბოღმა შეერთებულმა შტატებმა ატომური ბომბების ჩამოყრით აინაზღაურა უკვე ომის დამთავრების ეტაპზე. კი. თუმცა ფაქტობრივად ამის გარეშე შეეძლოთ ომის მოგება, მაგრამ ეს გააკეთეს. ორი საკითხიც მინდა გავარკვიო და დღევანდელი გადაცემა მინდა ამით შევაჯეროთ. პირველი საკითხი არის ლენდ-ლიზის დახმარება. რა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ამას საბჭოთა კავშირისთვის და აი ფინანსური გასავლის რესურსები, აი ესეთი მოსაზრებაც კი. ეს თვითონ სტალინმა აღიარა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს დახმარება, იმიტომ რომ ტექნიკური არაჩვეულებრივი ტექნიკა მიიღეს, სურსათი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. შემშელის წინაშე იდგა საბჭოთა. ქვეყანას უჭირდა და მე გამიგონია, მე მოსწრები ვარ იმ ხალხს, რომელიც ამბობდა მეორე მსოფლიო ომის დროს, ფხნილი მოდიოდაო, რომელსაც უკერცხის, რომელსაც ვიყენებდით ერბოკერს ვაკეთებდითო და შესქელებული რძე. ზგუშონს რომ ეძახიან, აი ეს რძე მოდიოდა და ამით გადარჩა ხალხი შიმშილობას და მეორე კიდევ არსებობს ასეთი გათვლებიც, რომ თქვათ არ ყოფილიყო ლენდ-ლიზი. საბჭოთა კავშირის მინიმუმ წელიწადნახევარი კიდევ მოუხდებოდა ბრძოლა თუ გაუძლებდნენ ამას. ძალიან დიდი მსხვერპლი იყო, კიდევ მეტი ხალხი დაიხოცებოდა, მაგრამ არის ერთი ნიუანსი, სტალინი იმ დონეზე ფანატიკოსი იყო, ის იბრძოლებდა, სანამ რესურსები ჰქონდა, ის იბრძოლებდა აუცილებლად. მაგრამ ისტორიას არ უყვარს ლაპარაკი, ასე რომ ყოფილიყო ისე როგორ იქნებოდა. ლენდ-ლიზმა თვითონ სტალინმა აღიარა ომის შემდეგ, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება. მაგრამ ამერიკელების ჭკუა და ბრიტანელების ჭკუა იმაში გამოიხატა, რომ ადამიანური რესურსები მათ დაინდეს, თავიანთი ხალხი დაინდეს, მათ გასცეს ფული, მაგრამ სისხლი გადაარჩინეს და საბჭოთა კავშირისთვის ეს ტექნიკა მიიღეს და დიდი 27 მილიონამდე ანგარიშობენ. დღეს უკვე მოეხსნა ბევრი რამეს გრიფი საიდუმლო და 20 მილიონის მაგივრად 27 მილიონამდეა მსხვერპლი. აქ იგულისხმება ის მსხვერპლი, რომელიც აი დაიჭრა ადამიანი, მაგრამ მე გარკვეული წლების შემდეგ გარდაიცვალა. ეს მსხვერპლია, იმიტომ რომ არ მიეღო ის ჭრილობა და რომ გარკვირობებში მოერჩინათ, ის გადარჩებოდა, ხო? ანუ 27 მილიონი უზარმაზარი მსხვერპლია. გერმანიას არ გაუღია ამ ხელა მსხვერპლი. აი რო ვიანგარიშოთ შედარება რო გავაკეთოთ, გერმანიას ყველაზე მეტი ხარჯები რომელ ფრონტზე ჰქონდა? ბრიტანეთის წინააღმდეგ. არა, რაც პირველია, აღმოსავლეთის ფრონტზე. აღმოსავლეთის ფრონტზე კაცო ადამიანური რესურსები მანდ რო დაეხოცა. ადამიანური გასაგებია, მაგრამ წმინდა რესურსული თვალსაზრისით ბრიტანეთთან ძალიან დიდი მსხვერპლი ჰქონდათ გემები. ფლოტი შესაძლებელი ძვირი. რა თქმა უნდა, ის უძვირესია, მაგრამ ადამიანური რესურსების თვალსაზრისით, რაც აღმოსავლეთის ფრონტზე დაკარგეს, რა თქმა უნდა, იქ არავის ასად არ დაუკარგიათ ამდენი. საფრანგეთის აღებას რამდენი 45000 კაცი შეეწირა, მეტი კი არა. გერმანელებს დაიღუპათ 45000 კაცი საფრანგეთის ოპერაციაში ამხელა ქვეყანა ჩაყლაპეს, რომელიც არაფრით ნაკლები არ იყო შეერაღებით გერმანიაზე, მაგრამ საბრძოლო სულისკვეთება არ ჰქონდათ. გერმანელებს ჰქონდათ საბრძოლო სულისკვეთება. პოლონეთის სწრაფმა გამარჯვებამ ფრთები შეასხა გერმანელებს და ამიტომ ფაქტობრივად მთელი ევროპა დაიკავეს. შეგნებულად არ აიღეს შვეიცარია, რომელიც იყო მათი ასე ვთქვათ ოქროს რეზერვი და მათ არ დაარტყეს. მაგრამ ფაქტობრივად ევროპაში იყვნენ მათი მოკავშირეები ან დაპყრობილი ქვეყნები, ერთადერთი დიდი ბრიტანეთი ვერ დაიმორჩილეს. მეორე ძალიან საინტერესო საკითხი და ეს საკითხი უფრო ანალიტიკური ხასიათისაა და არა ესეთი ფაქტობრივი ხასიათის. ჩვენ ქართველები მეორე მსოფლიო ომში, მოდი ამ თემაზე ვისაუბროთ, ამით შევაჯეროთ ჩვენი თემა და თან გამოვიტანოთ ჩვენი ანალიტიკური დასკვნა. ჩვენ ანუ ომში ჩათრეულები ვიყავით თუ ეს ჩვენი ომი იყო. იმიტომ რომ გვაქვს ჩვენ ისტორიაში მსგავსი ანალოგიური ფაქტი, მაგალითად მონღოლები როგორ იყენებდნენ ჩვენს მეფეებს და ჩვენს არმიას თავიანთ, ასე ვთქვათ, სამხედრო ოპერაციებში, ხო? და იმ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ არ გვაქვს არავითარი ილუზია, რომ ის ჩვენი ომი იყო და ჩვენ ავიღეთ ალამუთის ციხე მაგალითად და ასე შემდეგ. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს კონკრეტული პოზიცია. აქ ჩვენ ვიცით ისტორიული ფაქტი, რომ სულ რაღაც 30 წლის წინ, არა 20 წლის წინ მაბოდით, 20 წლის წინ ჩვენ მქონდა დამოუკიდებელი სახელმწიფო. 20 წლის წინ დამოუკიდებელი სახელმწიფო ეს არ არის ის თარიღი, რომელშიც ადამიანს რაღაცა არ ეხსომებოდა. მათ იციან, რომ დამოუკიდებელი საქართველო წაართვეს, ელიტა გაუნადგურეს და აღმოჩნდეს საბჭოთა კავშირის
სასარგებლო ომში. არის თუ არა ეს ჩვენი ომი? თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთის მაშინ საბჭოთა კავშირი ჯერ არ იყო 21 წელს, როცა საქართველოს ოკუპაცია მოხდა რუსეთის საბჭოთა ფედერაციის მიერ. აქ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსეთის ფედერაციაში იყო ქართველ ბოლშევიკთა გარკვეული ნაწილი, რომლებიც იბრძოდნენ დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ. ყველაფერს აკეთებდნენ ეს ორჯონიკიძე, იგივე სტალინი და სხვები, რომ საქართველოს შესულიყო. რატომ რა გათვლა ჰქონდათ მათ? სტალინი ვერასდროს ვერ გახდებოდა პირველი კაცი საბჭოთა კავშირში, თუ არ იქნებოდა საქართველოს და ამ ნაწილი ამ ქვეყნის. და საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში რომ მოექცა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახით, შემერე ფედერაცია შეიქმნა. ყოველ შემთხვევაში მის ნაწილად რო იქცა, გაითვალისწინეთ 22 წლიდან სტალინის აღზევება იწყება, ის გახდა მდივანი, რომელიც ეს თანამდებობა თავიდან არც აღიქმებოდა სერიოზულად, მაგრამ ამ აქცია სერიოზულად. კი ბატონო. ეს ფაქტობრივად სტალინმა დაიწყო ფაქტობრივად თავისი კადრებით პარტიის დაკომპლექტება, მერე გააკონტროლა ლენინის გარემოცვა, მისი მეორე ცოლი მოგეხსენება მდივანი იყო ლენინის და ყველაფერი იცოდა რა წერილი შედიოდა. დიდი სამუშაოები ჩაატარა. ჩვენ კიდევ ვიძახი, ჩვენ მოგწონს თუ არ მოგწონს, ეს კაცი იყო მსოფლიო დონის პოლიტიკოსი. ძალიან დიდი დიპლომატი, ძალიან ეშმაკი თუ გინდათ გამჭრიახი. მან შეძლო უთანასწორო ბრძოლაში გაენადგურებინა თავის კონკურენტები. იქ არ იყო ადვილი პირველი კაცობა. იქ ყავდა ისეთი ძლიერი კონკურენტები, როგორც იყო ტროცკი, როგორც იყო კამენევი, მან შეძლო ესენი ერთმანეთის წინააღმდეგ გამოეყენებინა. ანუ ტროცკის დაუპირისპირა თავისი ყოფილი მეგობრები და ჯერ ტროცკი გაანადგურა და მერე ის მეგობრები ზედ მიაყოლა. და ამას სჭირდებოდა ფილიგრანული ტექნიკა. ეს ადვილი გასაკეთებელი არ იყო. კი ბატონო. და ამის შემდეგ კიდევ თქვენ ბრძანეთ რომ 20 წელი იყო გასულიო, მაგრამ მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ქართველების 70%-ზე მეტ პირველი რესპუბლიკის შესახებ რეალურად ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა. ეს ხალხი დაიბადა გასაბჭოების შემდეგ უმეტესად. ხალხწვეულები ეხლა რომლებიც გაიწვიეს 18 წლის ბიჭები, ისინი დაბადებულები იყვნენ გასაბჭოებულ საქართველოში და გაზრდილები იყვნენ გასაბჭოებულ საქართველოში. მათ ყურმოყრულად შეიძლება რაღაც იცოდნენ. და მოდი ვთქვათ, ის ძველი გენერლები, რომლებიც მონაწილეობდნენ ოფიცრების სახით პირველი რესპუბლიკის წინააღმდეგ ბრძოლაში, სტალინმა გაანადგურა რეალურად. აი ცნობილი გენერლები ქუთათელაძე და სხვები 27 წლის როცა წმენდა იყო არმიაში, ბევრი მოსპო და უფრო მეტიც ბერიას საშუალებით სტალინმა გაანადგურა ბოლშევიკთა ის ნაწილი, რომლებიც მეთაურობდნენ პირველი რესპუბლიკის წინააღმდეგ ბრძოლას. გავიხსენოთ ის ორახელაშვილი, გავიხსენოთ თუნდაც სხვა სერგო ფაქტობრივად თავთითქმულობით დაამთავრა მაგან ცხოვრება და სხვები და სხვები ეგის თვითმკვლელობა იყო, რომელმაც პაულიუს მარში ასრულა. ფაქტობრივად ეს მკვლელობაა რა და ელიტა განადგურდა ბერიას ხელით, იმიტომ რომ სტალინს არ ჭირდებოდა ეს ხალხი, ესენი გამოყენებული იქნენ და რადგან ისინი ცდილობდნენ შემდეგ სტალინისთვის რაღაცები მოეთხოვათ, იმიტომ რომ მონაწილეები იყვნენ ამ პროცესში, ისინი გაიცრისნენ და შეეწირნენ ამას. ბუდუმდივანის ისტორია, რომელიც დასახვრეტად რო გაიყვანეს, ყვიროდა რომ კი არ უნდა მომკლათო, მე 4 უნდა გამგლიჯოთ, ვინაიდან მე ვარ მონაწილე და მე დამანაშავე ვარ დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ, რაც გაუკეთე. ანუ აზნაურული წარმოშობის კაცი, ბოლშევიკად ქცეული, გამოთქმას 21 წლის გამოთქმა იყო, როცა მოდიოდნენ, я буду не буду, если завтра в Тбилиси комиссаром не буду. ასეთი რამე აქ ნათქვამი და ბუდუ გახდა კომისარი, მართლაც იყო და ფულის ნიშანზე და დაწერდა ხელს. ამიერკავკასიის ფულის ნიშანზე ბუდუმდივანის ხელმოწერა რუსულად არის. და ეს ელიტა, ეს ორახელაშვილი, ბუდუმდივანი, ფილიპე მახარაძე შეეწირა ამ საბრძოლოდ. და უმეტესობამ არ იცოდა ეს პირველი რესპუბლიკას არ შესწრებიან და ვინ შეესწრო ეს ერთეულები იყვნენ. აი მაგალითად დიდებული გენერალი ლესელიძე, რომელმაც შემდეგ ალბათ მოგიხდება ცალკე საუბარი მის მიერ წარმოებულ კავკასიისათვის ბრძოლებზე. ესენი შეესწრნენ, რა თქმა უნდა, პირველი რესპუბლიკა და მონაწილეობდნენ კიდევ საბჭოთა ხელისუფლების დამყარებაში, მაგრამ მათ ასე სჯეროდათ. ძალიან რთულია ახლა მიაკერო ეს ომი. იცით რა, ეს ომი შეიძლება იყოს მეორე მსოფლიო ომის წერმე ყველგან, მაგრამ როდესაც გერმანელები მოუახლოვდნენ კავკასიას და საქართველოს საზღვრებს დაუახლოვდნენ და ფსხუ დაიკავეს, ეს ერთგვარად იქცა სამამულო ომად საქართველოსთვის. იმიტომ რომ მათი შემოსვლა არ იყო საქართველოსთვის სასარგებლო. იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ესეთი რეალობა, მე მისაუბრია ვერმახტის ოფიცერთან, რომელიც 100 წელს მიღწეული გარდაიცვალა თბილისში, 102 წლის იყო ის კაცი. ჩამოიყვანეს 93 წლის ასაკში ჩამოიყვანეს და პარიზში ცხოვრობდა მიხეილ ქავთარაძე, რომელიც იყო ლეიტენანტი ვერმახტის.
და მოსული იყო ჩრდილო კავკასიაში გერმანელებთან ერთად. მე მასთან ვისაუბრია, მაგის შესანიშნავი მოგონებები არსებობს, ის წერს მენატრებოდა საქართველოში შემოსვლა, მაგრამ როდესაც ომი დამთავრდა და მე გავიაზრე რას ვაკეთებდიო, კიდევ კარგი არ შემოვედითო, იმიტომ რომ ჩვენ რო შემოსულიყავით, რა მოხდებოდა წარმოვიდგინეთ. რა თქმა უნდა, გერმანელები გაანადგურებდნენ უპირობოდ ქართულ კომუნისტებს, რაც ძალიან დიდი ტრაგედია იქნებოდა, კომუნისტი ბევრი იყო საქართველოში. შემდეგ დაბრუნებული რუსები, ვინაიდან გერმანიამ საბოლოოდ ომი წააგო და მაინც წააგებდა შემოვიდოდა თუ არა საქართველოში, ეს საბოლოოდ გადაწყვეტილი იყო. შემდეგ რუსები გაანადგურებდნენ, ბოლშევიკები გაანადგურებდნენ კოლაბორაციონიზმის ბრალდებით ქართველებს და ისედაც სამხელავს ხერხი გაიღო ქვეყანამ 300-300-ზე მეტი კაცი დაიღუპა და მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებას რო დაემატებოდა, ეს იქნებოდა ტრაგედია, გენოციდი იქნებოდა. ასე რომ ან შურის მაზიულური ხასიათი, რაც ვიცით, რაც დამართეს. რაც დამართეს უკრაინაში, რაც დამართეს ბოლო კოლაბორაციონიზმის ბრალდებით ჩრდილოეთ კავკასიელებს, რაც დამართეს გადაასახლეს, ისინი ტრაგიკულ მდგომარეობაში ჩააყენეს, იმიტომ რომ მათ მოასწრეს გერმანელებთან თანამშრომლობა. და სტალინმა ძალიან კარგად იცოდა განწყობა, კოლექტივიზაცია, რეპრესიებმა გამოვლილი საქართველოს დიდი ნაწილი ინტელიგენცია, რა თქმა უნდა, ძალიან დაუჭერდა მხარს. და საბოლოოდ ეს იქნებოდა სირცხვილი სტალინისათვის, იმიტომ რომ ბელადის სამშობლოში გერმანელებმა ჩამოაყალიბეს კოლაბორაციონისტური რეჟიმი. ეს იქნებოდა ტრაგედია და სირცხვილი, ამას არ დაუშვებდა და მეორე უბედურება ის იქნებოდა, რომ თვითონ ქართველები გამოვიდოდნენ მის წინააღმდეგ და ეს ამის საშუალება არ მისცა. გერმანელებს და კიდევ შემდეგ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი. რატომ მოიწევდნენ კავკასიისკენ? ბაქოს ნავთობი. ბაქო იძლეოდა საბჭოთა კავშირში წარმოებული ნავთობის 70%-ზე მეტს. მაიკოპისა და გროზნოს ნავთობი არ იყო ასეთი მნიშვნელოვანი. მაიკოპის ნავთობი, როცა გერმანელებმა მაიკოპი დაიკავეს, 1 ლიტრა ვერ გამოიყენეს, იმიტომ რომ ააფეთქეს, მოასწრეს. რუსეთში არ იყო ციმბირი ათვისებული. არ იყო ათვისებული და 70% იქნებოდა კატასტროფა. რითუნა ებრძოლათ. ტანკი, თვითმფრინავი ხო ვერ გაივლიდა, მანქანა ვერ გადაადგილდებოდა და წარმოიდგინეთ, რომ ეს რესურსი რო ჩავარდნილიყო გერმანელების ხილში, ისინი ომს მოიგებდნენ. რატომ წააგო გერმანიამ ომი? ჩვენ უნდა გავიხსენოთ, რომ ბერლინში ბრძოლები მიდიოდა, მილიონამდე კაცი იბრძოდა ავტომატით, მაგრამ არ ქონდათ ბენზინი, რომ გადაადგილებულიყვნენ, ტანკი გადაადგილებული იყო, თვითმფრინავი გადაადგილებული იყო. ნავთობის არ ქონდა წააგებინა ომი. ამოიწურა ყველა რესურსი. ესე იგი, რომ დაიხიეს უკან, მათ აღარც რუმინეთიდან მიეწოდებოდათ, აღარც უგრეთიდან მიეწოდებოდათ, აღარც ნორვეგიიდან მოეწოდებოდათ ნავთობი. და ფაქტობრივად ესენი აღმოჩნდნენ უნავთობოთ. ლოგისტიკურმა ხაზებმა გაიწელა იმ ხაზზე, რომ საგებას ძალიან შეუწყო ხელი ის, რომ ნავთობის რესურსები დაკარგეს, ყველა მხრიდან დაიკარგა. ეგ კი არა, რომ ჭირდებოდათ ახლა ის მართლაც მოიკლა თავი თუ არა კიდე ცალკე სამსჯელოა, მაგრამ როდესაც ეძებდნენ ბენზინს, რომ ჰიტლერის გვამი დაეწვათ, აი ესე აფეთქებულ მანქანებში მოიძიეს რაღაცა და გაჩერებულ მანქანებში მოიძიეს წვეთწვეთობით, რომ დაეწვათ ის გვამი. თუ მართალია ეს, რა თქმა უნდა, ახლა სტალინის ბოლომდე ეპარებოდა ეჭვი, რომ ჰიტლერმა მოიკლა თუ არა თავი. მაგრამ ფაქტია, რომ ამის კვალი გაქრა მერე და ავიცი მე ლეგენდების არ მჯერა, ისეთი კატასტროფა განიცადა, მე არ გამორიცხავ, თავი მოიკლა. მით უმეტეს, რომ მას წინ ჰქონდა მუსოლინის მაგალითი, ცოცხლად ჩაუვარდა პარტიზანებს და რა დამართეს იცით. ხეხებით იყვნენ ჩამოკიდებული. კი ბატონო, აქ ამ ნაწილზე მოგვიანებით. კი ბატონო. მოგლაც საინტერესო იყო, მადლობა ბატონო ნიკოლოზ. ეს გახდა ჩვენი დისკუსიის პირველი ნაწილი. ჩვენ გავაჩერეთ ჩვენი დისკუსია კავკასიის ფრონტზე, გავაგრძელებთ შემდეგ დისკუსიას მეორე ნაწილზე. კონტრშეტევა და ანუ მსოფლიოს შემდეგ ხელახალი მოწყობა, აი თეირანის, ყირიმის, პოსტამის კონფერენციების შედეგები, ძალიან საინტერესო თემები, ძალიან საინტერესო თემები და ოპერაცია უგერლოთი. ამას მომდევნო გადაცემაში განვიხილავთ. დროებით გემშვიდობებით, გაგრძელდებოდეთ.